მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ შესუსტა დასავლეთის ზეწოლა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზეწოლა, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა დაიწყო ფაქტობრივად რევოლუციური რეფორმები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე უბრალოდ ცოტა არ იყოს მაკვირვებს აი ოპოზიციის განცხადებები და NGO სექტორის, როდესაც ხელისუფლებას დებენ ბრალს, თითქოს აიო ხელისუფლება რო იძახდაო, რომ რაღაცა შეიცვლებაო, დამოკიდებულებაო, ხო ხედავთ არაფერი შეცვლილაო და ამ დროს ყველაფერი შეიცვალა. დაფინანსება შეუწყდათ ამ NGO სექტორებს, იმიტომ რომ იმ ფონდების არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თვითონ საელჩოდან აღარ ისმის განცხადებები, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელიც ნამდვილად ქვეყანაში წესრიგს დაამყარებს. და გვახსოვს, რომ თითოეულ რაღაცა გარკვეულ ქმედებაზე რა რეაქცია იყო დასავლეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეხლა კი შეერთებული შტატების საელჩო სამარისებურად დუმს. და ეს არის აღნიშნული იმისი, რომ საქართველოზე დაწოლა, როგორც ტრამპის დროს, პირველი საპრეზიდენტო მმართველობის დროს, ფაქტობრივად ძალიან მინიმალური იყო, იმიტომ რომ ტრამპი შიდა საქმეებით იყო დაკავებული, ალბათ ეხლაც უნდა ველოდოთ, რომ ეს დაწოლა ნამდვილად აღარ იქნება. ისეთ და ამით უნდა ვისარგებლოთ ჩვენ და ქვეყანაში უნდა დამყარდეს ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და პირველი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბატონი ლევან მამალაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუდიას, ტელემაყურებლებს და მსმენელებს. კი ბატონო, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტის დეპუტატი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ხა რო წავიდე რეგალიების ჩამოთვლით კიდე შორს წავალ. ბატონ ლევანს წარდგენა არ ჭირდება. ბატონ ლევან, აი რაზეც ჩვენ საუბრობდით ეხლა, რომ აი ეს დაწოლაზე და იმ რევოლუციურ ცვლილებებზე ტრამპისა. თქვენ ატყობთ თუ არა თქვენი აი თვალით, რომ ის დაწოლა, რომელიც იყო ჩვენ ქვეყანაზე ამერიკიდან დასავლეთიდან ტრამპის არჩევის შემდგომ, უკვე ფაქტობრივად ძალიან ისე მინიმალური გახდა. მინდა გითხრათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალიან ესეთი აქტიური მოქმედება დაიწყო. თვითონ ზოგიერთი მისი გუნდის წევრებიც კი იმდენად არ იყვნენ მზად, რაც ტრამპმა მათ დავალებები მისცა და ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა მათი მოქმედება. თქვენ მართალი თქვით, ეს რაღაც კარდინალური ცვლილებები მიდის, რაც ამერიკაში როიცი ესეთი ცვლილება არც ერთ პრეზიდენტს არ ჩაუტარებია, ფაქტობრივად ინსტიტუციონალურ ცვლილებებს ატარებს ტრამპი და მისი გუნდი. იმაზე, რაზეც იდგა ამერიკა, ეს იყო ვთქვათ, აი ხუთმაგი სტანდარტები, რაღაც იდეის შექმნა, იდეოლოგიის, ის რასაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა, მერე დაიწყო იგივე, ვთქვათ, როგორც სხვა ფორმატით შეერთებულმა შტატებმა კეთება და იგივე ფორმატებით და ჩარევებით სხვადასხვა ქვეყნებში გადატრიალებების მოწყობა, რასაც ვთქვათ, დემოკრატიას ეძახდნენ, ვთქვათ, სისხლისღვრას, ამას ეძახდნენ ხალხის ნების გამოხატვას და ესეთი რამ დავინახეთ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. და ესეთი რამ ჩვენც ესეთი ექსპერიმენტი ჩაგვიტარეს 2003 წელს და მას შემდეგაც იყო გარკვეული მცდელობები. სხვადასხვა როცა ვამბობ აი 2003 წელი გავიხსენე, თვითონ USAID-ის გვერდებიდან ამოღებული მასალებით, რომელიც თვითონ ამერიკის სხვადასხვა გამოცემა აქვეყნებს, პირდაპირ წერია, როგორ ჩაერიან, ვინ დააფინანსეს, რა ორგანიზაციების შექმნეს, რა თანხები გამოიყო, სააკაშვილი როგორ მოიყვანეს, ხალხი როგორ გააბრუეს, ეს მთელი ტექნოლოგია მუშაობდა და წლების განმავლობაში მე ამას ვამბობდი, ვცდილობდი ამეხსნა საზოგადოებისთვის, ბევრი იჯერებდა, ზოგი არ იჯერებდა, იმიტომ რომ მოქცეული არიან დღესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და დღეს
ყველა ხედავს და ზოგი აი გულისტკივილით არც კი უნდა რომ დაიჯეროს ის სიმართლე, რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და რაშიც დღესაც ესე იგი ვართ და გვინდა აი ასეთი ზეგავლენებისგან გამოსვლა. ტრამპმა მოიქნია ეს ცოცხი კარგად გვისო რომ იტყვიან ისეთი ორგანიზაციები გააჩერა ეხლა CIA ეს დაზვერვის სამსახური, საგამოძიებო სამსახური, სააგენტოები რომელიც ამ დემოკრატიის ექსპორტს აკეთებდნენ მთელ სოფლიოში და იქ მოსული მათი წარმომადგენლები დაწყებული მარკო რუბიოთ რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვაებიც პირდაპირ აცხადებენ რომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და ილონ მასკი კიდე აი ძალიან საინტერესო შექმნეს სამსახური ეს არის სახელმწიფო რეფორმების სამსახური სამთავრობო რეფორმების და ეფექტურობის აი დააგვირგვით ეფექტურობის თვალსაზრისით მუშაობს ილონ მასკი და ფაქტიურად მან უკვე მარტო USAID რო ავიღოთ 60 მილიარდის ეკონომია შეუქმნა შეერთებულ შტატებს შეიძლება ის თანხა კიდე რაღაცა მიმართულებები დაიხარჯოს მაგრამ 60 მილიარდი მარტო USAID და სხვები დაფინანსების რო გააჩეროს ლაპარაკი არის რასაც ახლა თვითონ ამერიკელი ექსპერტები ამბობენ მიახლოებით 200 მილიარდზე წელიწადში შეუძლიათ აი ამ ეფექტურობიდან გამომდინარე ეკონომია გააკეთონ. ეხლა ამერიკას დიდარი ქვეყანაა და შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს და შემოსავალი აქვს, ხო? შემოსავალს თავისი ხარჯები მოყვება. ბიუჯეტზეა ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ ამერიკა ემზადება დიდი ნახტომისთვის კოსმოსში. შეიძლება ზოგმა არ მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკა დააფინანსებს მარსზე, ესე იგი ჩვენი ადამიანების მისიის გაგზავნას და ილონ მასკმა უკვე ამის ფული მე მგონი მოაგროვა. ამ კუთხით რომ შევხედოთ, ის ამ თანხებს ეკონომიას აკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით უკეთებს ამის, ვთქვათ, რეალიზების საფუძველს ქმნის უფრო სწორად. სხვადასხვა ეხლა ზოგ შეიძლება რაღაც ფილოსოფიური გადახვევა ეგონოს ეს, მაგრამ თუ კი შევხედავთ, ხო, ჩვენი კაცობრიობა ხშირად მithქვამს არის რაღაცა ქვის ხანის დონეზე, იმიტომ რომ ტექნოლოგია შეიცვალა, თქვათ იგივე ქვების სროლა გადავიდა რაკეტების სროლაში და სხვა ამ დრონების და ხელოვნური ინტელექტის გამოგონების დონეზე, მაგრამ აი მიზანი დღეს იგივე არის რაღაცა დაიფყარი გეოპოლიტიკური ნიშნულები, რაც ადრე ღვინეების წართმებით იყო და ქვეყნების დაპყრობით იყო, ეხლა მსოფლიო მასშტაბით გეოპოლიტიკური გადალაგებების ფაზაში ვართ შეცვლილი. მე ხა ტყილა არ ვამბობ ამას, ეხლა შეიძლება ზოგს ისე მოეჩვენოს, მაგრამ მარსის მისიის გამოჩენა და ამისთვის თანხების გამოძებნა, რასაც აკეთებენ, ეს არის ახალი მიზანი კაცობრიობისთვის, რომელიც საერთოდ მთლიანად შეიძლება შეცვალოს და ეს რაღაცა გეოპოლიტიკური რაღაც ნიშნულებისთვის ბრძოლა და გავლენებისთვის ბრძოლა სულ ახალ სტადიაში გადავიდეს და აი ომის მიზეზები აი ჩვენს კაცობრიობას, ჩვენს ცივილიზაციას გამოეცალოს ჩვენს აი სახლში დედამიწაზე რო იტყვიან. ეს ცოტა გლობალური რაღაცა ვთქვი, მაგრამ ამასაც მიევაქციოთ ყურადღება, ესე მოხდება. თუ კი ავიღებთ ეხლა აი საქართველოზე ზეწოლა თქვენ აღნიშნეთ საინტერესო მომენტია, უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით მე პირდაპირ გეტყვით, რას ვხედავთ ჩვენ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ნათქვამი ნარატივები რასაც ამბობდნენ და ამას მე ვამბობდი უკვე 10 წლებია, ხომ? რომ არ შეიძლება იყოს საზღვარგარეთიდან დაფინანსება უკონტროლო. არ შეიძლება აი რასაც გავლენის რო იტყვიან აგენტურას ქმნიან, ეს არასამთავრობო სექტორი მთლიანად გავლენის აგენტურაა. როცა საზღვარგარეთიდან გაფინანსებენ დავალებას გაძლევენ, აბა ვინ ახარ შენ? შენ წინ აყენებ სხვა ქვეყნის ინტერესს და არა შენი სამშობლოსი. ესე იგი შენ სხვას ემსახურები. უბრალოდ ეს რაღაცა ლაით ვარიანტში გააკეთეს და ეს ტექნოლოგია სწორედ ამის საშუალებას იძლევა და დღეს ეს ჩამოშლის სტადიაში შედის და ყველა ხედავს ეხლა ამას, რომ იცვლება ეს სიტუაცია და მინდა ვთქვა, რომ აი ამ თვალსაზრისით, კონტროლის თვალსაზრისით, გამჭვირვალობის კანონი, LGBT თვალსაზრისით, რომელიც ეს ლიბერალური გარყვნილობა, რასაც ლიბერალური დემოკრატია ერქვა, ხომ, ესეც უკვე რაღაც უკვე შერყეულია, იცვლება ამის გლობალიზაციის პერსპექტივები ყველა შემთხვევაში ტრამპმა გააჩერა და ეს განცხადებები ყველა ჩვენთაგანი აკეთებდა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე, რასაც ქართული ოცნება აცხადებდა, ტრამპის
პოლიტიკასთან არის მთლიანად თანხვედრილი. ეხლა თუ კი შევხედავთ იმას, რომ ეხლა არ არის საელჩოების ისეთი აქტიურობა, თუმცა ევროპული რაღაც ჯგუფები კიდევ აგრძელებენ ამ ლიბერალური გარყვნილობის განვითარებას, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის რაღაც გარკვეული პაუზა. ელოდებიან ეხლა იგივე მათი ელჩები, ელოდებიან მათი ემისრები, ეხლა რამდენიმე 1000 კაცი მარტო USAID-ის აგენტურა გამოაკლდა, რომელიც შეერთებული შტატების თბილისის საელჩოში იჯდა, ხო? მას ცალკე ის ხონდა თავისი სტაფი და თავისი მუშაობა და ყველა სფეროზე ცდილობდნენ იქ რაღაც წყალს გაიყვანდნენ, თქვათ 100,000 დახარჯებდა და 10 მილიონს დახარჯავდნენ, რომ გავლენის სფეროები მოეპოვებინათ და ეს არასამთავრობო სექტორის თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეები თავის ჭკუაზე გადაიყვანათ და ემართათ, რასაც დღეს სხვადასხვა მანიფესტაციებზე ვხედავთ. ეს ხალხი ამას ვერ ხვდება ჯერჯერობით, მაგრამ ნელ-ნელა უკვე მიდის აქეთკენ ეს ამბავი და ამას რატომ ვამბობ? იცით, თანხვედრა არის, მაგრამ რა მოხდება საბოლოოდ ჯერ უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ თვითონ ტრამპი ისეთი კატეგორიის პიროვნება, რომ მისი პროგნოზი არც თუ ისე ადვილია. სხვანაირად უყურებს ყველაფერს. მთლიანად აი ის მიდგომების აბსოლუტურად სხვანაირად შეცვალა. ხო ნახეთ მისი განცხადებები კანადის მიმართებაში, იგივე პანამის, გრენლანდიის მიმართებაში, კიდე სხვა რაღაცა მომენტები აქვს, ეხლა ჩინეთთან დაკავშირებით კიდევ ძალიან სერიოზულ საკითხებს აყენებენ. აქ მედის ძალის გამოყენება გავლენისა და ზეწოლის თვალსაზრისით და არა რაღაც რევოლუციებისა და გადატრიალებების მოწყობით, რაც აქამდე ხდებოდა, ხო? და ამას თუ ავიღებთ, ეხლა საინტერესო მომენტია, არა მარტო თქვათ ქართული ოცნების თქვათ რაღაც ნარატივების თანხვედრა ტრამპის გაცხადებასთან, ხო? მოდი ავიღოთ, რასაც ცხადებს ჩინეთი, რასაც ცხადებს რუსეთი. რასაც ცხადებს პუტინი და სი ძენპინი, რასაც ცხადებს, ხო? სუსტი თანხვედრა, რაც ტრამპმა თქვა, მიდგომის თვალსაზრისით, ხედვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქ თანხვედრა. ეხლა დავარქვათ მაშინ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ეს არის რუსული ადმინისტრაცია, ხო? ეხლა თუ ავიღებთ აი რაღაც სიგიჟეების იმას გავრცელებას და რასაც ეს პროპაგანდა ავრცელებს, თქვათ ჩვენთანაც, ხო? ეხლა მასე მაგკუთხით რომ ვიმჟელოთ, ტრამპსაც დაუძახემ რუსეთუმეები არიანო, ხო? ეგ მომენტია. ამას რატომ ყველაფერი და ისე აღარ იქნება ზოგს როგონია. შედეგად რას მივიღებთ, გამოჩნდება ოფიციალურად რა პოზიციას დაიჭერს ტრამპის ადმინისტრაციამ, მე ვფიქრობ, ალბათ თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება ეს მომენტიც და გასაგები იქნება რა მიმართულება და რა პოზიცია უნდა დავიჭეროთ. აი ხა ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ გინდათ ჩელიაბინსკში გაღვიძება და მე მგონი თელმა ამერიკამ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, იმიტომ რომ რასაც ესენი ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე ჩელიაბინსკობა არის ის, რომ შენ ითხოვ ამ ამერიკული ფონდებთან გაწყვეტას ურთიერთობის, ეკლესიის, რელიგიის მიმართ ჩვენ დამოკიდებულებას, ეს ითვლებოდა პრორუსულობა და იგივე საკეთებს ტრამპი. აი ხა გუშინ განცხადება გააკეთა, ეკლესია, რელიგია უნდა დავაბრუნოთ სკოლებშიო და ანტიქრისტიანულია ეს გარკვეული ბრძოლა უნდა შევაჩეროთო. ანუ ის აპირებს განათლების სამინისტრო დაშალა. ცერეუს მუშაობა შეუჩერა. ფაქტობრივად ესეთი რამე არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია, მასაც კი არ გაუკეთებია პირველი საპრეზიდენტო, როდესაც მმართველობის პერიოდი იყო და მე მგონი ჩვენც უნდა ავყვეთ ამ ყველაფერს. ეხლა აი სამწუხაროდ აი ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები ძალიან კარგია ეს საკანონმდებლო ცვლილებები პოლიციის დაცულობის, ჩინოვნიკების, იგივე საზოგადოებრივი წესრიგის, რომ ესე არ იყოს ქუჩაში ვიღაცას მოძახილები და შეურაცხყოფები აღიკვეთოს და თავდასხმები, მაგრამ განათლების სისტემაში არის აუცილებლად რეფორმები ჩასატარებელი. მე მიკვირს, რომ ამდენი ხანია ჩვენ აი რას ველოდებით. ეხლა ტრამპმა თუ განათლების სამინისტრო დაშალა, ჩვენ არ უნდა დავშალოთ. მთელი სამინისტრო გაძეძგილია ნაცებით და განათლების სამინისტროს ბრალი არის, რომ აი ის ახალგაზრდები, ვინც არის მაგათი პროდუქტია, ხო? აი ყველაზე დიდი დამნაშავე სახელმწიფომ უნდა აღიაროს, მე მგონი, რომ ეს განათლება, აი როგორც ტრამპმა აღიარა ის, რომ რასაც აკეთებდნენ ესენი, ეს იყო შეცდომა, რომ მაგალითად USAID იყო კრიმინალური ორგანიზაცია, უნდა ვთქვათ მოსახლეობას, რომ განათლების სამინისტრო იყო მავნებელი სტრუქტურა საქართველოში, რომელმაც გონება დაუბნელა ახალგაზრდებს. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ფაქტობრივად დროს ვკარგავთ აუცილებელი, აი ფაქტობრივად თავდაცვის სამინისტროს
ფუნქცია უნდა დაეკისროს განათლებას, იმიტომ რომ აი ეს ახალგაზრდები ხო პროდუქტია ამ განათლების სისტემის და თუ ტრამპი ანადგურებს განათლების სამინისტროს და იმ სისტემას, რამაც ეს მოახდინა ცვლილებები, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, მე მგონი, იმიტომ რომ მე აი ცოტა არ იყოს აი მგონია რომ ვაგვიანებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ერთ-ერთ თქვენს გადაცემაში ამაზე ვისაუბრეთ სხვათა შორის და მე გეთანხმებით ფაქტიურად დიდი შეცდომები იქნა დაშვებული ჯერ კიდევ ის 2003 წლის გადატრიალების შემდეგ გადმოაკოპირეს ეს რაღაცა ლიბერალური იდეოლოგიით გაჟღენდილი განათლების სისტემა, რომელიც ადამიანის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, შინაარსობრივად რო აიყო, იქ ჩადებულია ისეთი ფსიქოლოგიური მომენტები და ნიუანსები, რომლითაც იზრდება ახალგაზრდა, რომელიც მორჩილი უნდა იყოს, ის ვერ წხვდება ამას და დღეს ჩვენ აი ესეთ შედევრს ვღებულობთ. ჯერ ავიღოთ ვინ არიან მასწავლებლები, გნებავთ სკოლებში და ვინ არიან ლექტორები, ხო? აქაც უკვე სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვინც ასწავლის, ჯერ ის აქვს ჩამოსაყალიბებელი, ვინც უნდა ასწავლოს, ვინც უნდა ცოდნა გადასცეს და მერე შემდგომ უნდა ვიცოდეთ რა პროდუქტს მიიღებს ჩვენი სამშობლო, ხალხს უსვამს სამშობლოს, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომელიც თავის სამშობლოს აღიქვამენ საქართველოს და მისი განცდები არის სამშობლოს მიმართ, ესე იგი განწყობილი და მიმართული და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ვზრდიდეთ. სამწუხაროდ ხშირად მithქვამს, დღევანდელი განათლების სისტემით ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვზდით და არა ჩვენი სამშობლოს მოქალაქეებს. აი ეს არის ძალიან მოკლე დახასიათება, ამიტომ რა თქმა უნდა აქ ბევრი რამ შესაძლებელია, სამუშაო არის, აქ ეს არ უნდა იყოს მარტო რაღაც პოლიტიკური ორგანიზაციის თემა, აქ ხალხი უნდა ჩაერთოს, გამოცდილი ადამიანები უნდა ჩაერთოს და განათლების ეროვნული პროგრამა უნდა შეიქმნას, რომელიც მართლაც ახალგაზრდებს გაზრდის ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის და მათ მიმართ იქნებიან ისინი პირველ რიგში განწყობილნი, რომ ესე იგი ემსახურონ და იღვაწონ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რასაც მიაქციეთ ახლა ყურადღება, აი როგორ არის, იცით, ახლა დღეს დგება ისტორიული მომენტი პატარა ქვეყნებისთვის, რომ ჩვენი თავი გავიძლიოთ. ხშირად მithქვამს, როცა იმპერიები ერთმანეთს ებრძვიან, იქ რაღაცა გადახლართვა არის, ჩვენ თუ სწორ პოლიტიკას შევიმუშავებთ, დავაბალანსებთ ამ იმპერიების ინტერესებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში, მაშინ გვეძლევა საშუალება, რომ გავძლიერდეთ და ჩვენ აი სწორედ ახლა ისტორიული მომენტი არის დამდგარი. ზოგს არ მოსწონს, აი რატო არის ახლა ეს ბრძოლა, ხო? რისთვის იბრძვიან? ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ აი ესეთი ლოზუნგი არის გამოწანილი, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი ვინმე წაართვა, ან ეს ევროპა სად არის, ან რას გვთავაზობს ეს ევროპა. აი მოვისმენოთ, ჯერავს ხალხს, დღეს უყურებდი სხვათა შორის სასამართლო პროცესზე ახალგაზრდები იყვნენ, გული გეტკინება, კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ რამდენად არიან ამ იდეოლოგიისა და ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, რომ იმას კი არ ხედავენ გარშემო რა ხდება. მათ აი ესე აქვს თვალებს ჩაფარებული, ხელი მარტო წინ იყურებიან და გვერდზე არ ხედავენ მთელ სურათს. ანუ როგორი აი ეს არის განათლების სისტემა. სურათის დანახვას კი არ ასწავლიან. ისინი მორჩილს ხდიან იმ ადამიანებს, რომ რაღაცას რო ჩააწვეთებ თავში, მიუყვებოდნენ ანალიზისა და გააზრების გარეშე. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენც გვინდა ევროპული მომავალი. მაგრამ სად არის ევროპა? რა რჩება ევროპისგან? რას გვთავაზობს თვითონ ევროპა? არაფერს არ გვთავაზობს, ხო? ამიტომ ჩვენ სამშობლოზე უნდა ვიზრუნოთ და როცა დადგება ეს მომენტი და თუ მართლა დადგა და არ დაიშალა ეს ევროპა, ხო? ყველა ვარიანტში რაღაც პერსპექტივები იარსებებს, მაგრამ ჩვენ ეხლა ავდგეთ და რაღაცისკენ იმის არ იყოს სტაფილოს, ვირირო სტაფილოს მისდევს, რაღაცას მივდიოთ და არ ვიცოდეთ რა შედეგი დადგება, ამის უფლება ჩვენ არ აქვს. ძალიან პატარა ქვეყანა ვარ ჩვენ. აი ხა, მე ერთ რამეს ვიტყვი რა, მე ნამდვილად მეწოდება ის ახალგაზრდები, ვინც ესე გადაუტრიალეს ტვინი, მაგრამ ყველაზე უფრო საშინელება რა არის, იცით? აი რომ დავალებული მაქვს თითეული რექტორისთვის, პროფესორისთვის, რომ აი იცით, მომინახეთ ახალგაზრდები, ჩვენ დავასაქმებთ მათ, მზად ვართ, გავზდით აქ აი ორატორებად, ისეთ ადამიანებად, რომლებიც აი მაგალითად რაღაცა პოლიტიკური მომავალი აქტივობა გააჩნიათ, ან შეიძლება პოლიტიკური აქტივობაც არ გააჩნიათ, შეიძლება პოლიტიკაში საერთოდ არ წავიდეს ადამიანი და უბრალოდ მინდა ახალგაზრდების ხმა ისმოდეს, ჯანსაღი ახალგაზრდა ვერ მომინახეს. აი ეხლაც რო უყურებთ, აი სულ ყველა ტელევიზიას უყურებ, რომ მაინტერესებს იქ აი სადმე მაინც გამოჩნდეს, აი უბრალოდ აი ჩვენთან არ ჩას
არ არის ახალგაზრდობა, გესმით? აი ვეუნები მაგალითად პროფესორს, ლექტორს. აი ამდენ ბავშვს ასწავლი. ერთი ადამიანი მაინც არ არის ისეთი რომ მე აი ავდგე გამოვიყვანო, ან სადმე სხვაგან. არა. აი ბოდიში დავამტკიცე, ესე იგი, არ ვიცი, აი ესეთი საშინელება გინახია თქვენი ამდენი უნივერსიტეტია, ამდენი სასწავლებელია და ახალგაზრდები საერთოდ არ არის. ესე იგი, იმდენად აი მოწამლეს, თუ ვინმე არის ახალგაზრდა გამოჩნდება კარგი სწავლობს, ეს წაიყვანენ ეს ფონდები, სოროსი, წაიყვანს ეს USAID-ის მიერ დაფინანსება და კონსერვატიულად, ჯანსაღად ხალხია და პირველ რიგში ეს პროფესორები დასაჯელები არიან ჩემი არის. რადგან ერთი ბავშვი როგორ ვერ უნდა აღუზარდოთ. აი მე ხშირად გამოდიან იქ რაღაც არხებზე და აი თავის მოაქვთ ესე მასავი კიტრივით რომ აი მე ეს ვარ შედალოცილო ამდენი ხანია 10 წელი რო ასწავლი ერთი ბავშვი როგორ ვერ უნდა გაზარდო მითხარით რა გასაგებია ზეწოლა არის ის არის ეს არის როგორ შენ რო შედიხარ ლექციაზე როგორ შეიძლება რომ აი ხა მე მაგალითად აი ვამაყობ რომ ისეთი ადამიანები მასწავლე ბევრი რამე ფორმირება ადამიანისა მასში რაც მოხდა იყო მათი დამსახურება კატასტროფა არის გესმით აი თქვენც ხო აკვირდებით ტელევიზიაზე იქით ამ ხარეს ესე იგი უამრავი ახალგაზრდა გონება დაბინდული გამოდის და აქით ამ ხარეს სადაც აი სიმართლეა სადაც უნდა იყოს აი ნამდვილი სწორი აზროვნება არავინ არ არის ხვდებით 1-2-ის გამოკლებით მე ამას გადაჭარბების გარეშე გეუბნები თქვენ რვამდენ უნივერსიტეტს უთხარი და კარგი ჩვენთან არო სხვაგანაც არ ჩანან გესმით არ არის ახალგაზრდობას ესე იგი რა დონეზე მიიყვანეს საქმე რა დონეზე რომ ფაქტობრივად ახალგაზრდები მოკლეს მთლიანად და გაანადგურეს რა ნიკოლოზ იცით რა არის მე ახალგაზრდებთან პრეტენზია არ მაქვს პირველ რიგში არა ახალგაზრდებთან არ მაქვს მაგრამ მე ვთქვი რომ მე არც მე მაქვს ახალგაზრდა მე ვამბობ რომ ამ განათლების სისტემასთან იგივე სამინისტროსთან პროფესორებთან მაქვს პრეტენზია იმიტომ რომ შენ რო იძახი რომ პრობლემა არის პირად საუბარში ამოიღე ხმა მე რატო უნდა ვილაპარაკო მარტო და თქვენ ხო როდესაც ეს ბოლონიური სისტემა არ ამართლებს მოდი ადექი გამოიტანე განცხადება კაციშვილი რო არ დადის ლექციაზე არავინ არ სწავლობს იცის რომ მაინც დაუწერენ შანსი, იმიტომ რომ ფული ხო უნდა შეიტანოს იმ იმაში, რა ქვია, გადასახდე. ამაზე ხო უნდა ილაპარაკოს განათლების მუშაკებმა, ამაზე ხო, ამაზე თუ არც მე, ეხლა მეც ახალგაზრდებთან არ მაქვს პრეტენზია. ახალგაზრდები მოკლა ამ განათლების სამინისტრო. მე მაგალითად პასუხისგებაშიც მივთვებდი განათლების სამინისტროს ბევრ თანამშრომელს, იმიტომ რომ ისინი მავნებლობას ეწევიან. ქვეყნის ღალატთან გვაქვს საქმე. აქ ლაპარაკია იმაზე, ისევ განათლების სისტემაზე რატომაც უბრუნდებით, მე მაქვს ძალიან კაფე პოზიცია მაგასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება არა, ბოდიში ბატონო ლევან, შეგაწყვეტინეთ, იცით რატო ჩვენ სხვა თემაზეც გადავა, იმიტომ უბრუნდები, რომ განათლების სისტემის პროდუქტია ის, ვინც საქართველოში აი არეულობებს აწყობს. 99% დგას ახალგაზრდობის იმ აქციებზე. და ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია და ამ სისტემის, ხო? და თუ სისტემის ბრალია, ის სისტემა ხო უნდა შეცვალო, მე მეგონა რომ ამაზე დაიწყებოდა უკვე მუშაობა და ჯერჯერობით მარტო მე ჩვენ ვიცით რომ კომისია შეიქმნა და მარტო კომისიაზე ნუ არ შეიძლება ამის გადაბრალება უნდა განადგურდეს განათლების სამინისტრო უნდა დაიშალოს როგორც ტრამპმა გააკეთა იმიტომ რომ ეხა ბოდიში ადამიანს სიმსივნე რო აქვს ხო რაღაცა დასაწყის სტადიაზე თუ ის სიმსივნე არ ამოვიდა მთელ სხეულზე ხო წავა რა და მე ვეღარ გადარჩება ის ადამიანი თუ ჩვენ ეს სიმსივნე არ ამოვიღეთ დაღუპულია იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ იმ ახალგაზრდების გადარჩენა შეიძლება ვინც იქ ხა გონება აქვს დაბინდული თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ შედეგი რომ დაიდოს ნებისმიერ სისტემაში ხო საჭირო არის ის ადამიანები რომლებიც ჯერ ერთი ლიდერები უნდა იყვნენ ხა ჩვენ ვისაც ტელევიზიით უყურებთ ტელევიზიაში გამოჩენა არ ნიშნავს ლიდერობას და არ ნიშნავს იმას რომ შენ გაკუნარი ყველანაირად დაინახო პრობლემა ასახო პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები შეამზადო ხო ესეთი პიროვნებები გვჭირდება ჩვენ ეს პირველი ამოცანა შემდგომ უნდა გამოყოთ ყველა სფეროს ეხება არა ბოდიში ბატონო ლევა თქვენ ვეთყო ვერ გამიგეთ მე იმას კი არ ვიძახი ტელევიზორში ვინც გამოჩნდება იმან უნდა გადაწყვიტოს მე ვამბობ რომ ვერ ვხედავ ისეთ პროდუქტს აი ამ სისტემის მიერ შექმნილ ახალგაზრდების 1-2 ახალგაზრდაც ვერ დავინაყე მეთქი რომელიც აი გესიამოვნებოდა გაგიხარდებოდა ამაზე მაქვს საუბარი თორე ტელევიზორში რო გამოჩნდება ის ამაზე არ გქონდა საუბარი მე ვამბობ რომ ანუ ამ სისტემამ
5-6 ბავშვიც კი ვერ შექმნა საქართველოში, რომელიც აი რეალურად ისეთი იქნებოდა, როგორიც ჩვენ გვინდა. ანუ გამოვიდო და იტყო და შეიძლება არის, მაგრამ თუ ისინი იქით ამ მხარეს გამოდიან და აქტიურობენ, ხო, აი აქით ამ მხარესაც ვიძახი, თორე განა შეიძლება არ არის ახალგაზრდები, ყველა კი არ არის მართლა წყალწაღებული. მე ახალგაზრდებთან არც მაქვს პრეტენზია. მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ იქნება ეგეთი ახალგაზრდები, მაგრამ არ არის ახალგაზრდობას ვერ ხედავ აი მედიაში, რომლებიც გამოდიან. აი ხა ჯავახიშვილში არის პროტესტი, ხო? მეც ჯავახიშვილი დავამთავრე. ჯავახიშვილში როა პროტესტი და ანგრევენ და ამსხრევენ ყველაფერი. ხო უნდა გამოვიდეს იქიდან, თუ აქიდან 100 გამოდის, 5 კაცი მაინც ხო უნდა გამოვიდეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, თქვას რომ არ არის ეს სწორი. ის რომ ვაგინოთ პოლიციას, ის რომ ვანგრიოთ ქვეყანა. კი ბატონო, გააგანსო, შენ ქალაქს რატო ვანგრევ? ანდა ეს მიდგო, აი ამაზე მაქვს საუბარი. თუ იქით ამ ხარი აქიდანაც ხო უნდა რაღაცა პროდუქტი შეიქმნას ისეთი, რომელიც აი ამ საპირწონე იქნება და რეალობა იქნება. ამაზე მაქვს საუბარი, მე ხვდებით? მე არ ვიცი, ჩემი ნათქვამით რატო აღიქმება, რომ თქვენს ნახტვამისაც წინააღმდეგო. არა, უბრალოდ დავაზუსტე მე, არა, საწინ. თქვენასაც ამბობთ, მე თქვენი პოზიციაა. არა, დავაზუსტე უბრალოდ. მაგის კომენტარს კი არ ვაკეთებ, როცა მე რაღაცას ვიძახი. ამიტომ მე უბრალოდ ვერ გავიგე რატო არის, მე რასაც ვამბობ, რომ თქვენ რაღაც ცდილობთ, რომ თქვათ, რომ ეს არა, მე დავაზუსტე, უბრალოდ მაყურებელს რომ სხვანაირად არ არის ხო. თქვენ ერთი და იგივეს ვიძახი ჩვენ პრინციპში. ნებისმიერი სისტემა, რომელშიც გვჭირდება ჩვენ კარდინალური რეფორმების გატარება, გვჭირდება ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამის უნარი. ეს ერთი, ანუ ლიდერი ჭირდება ამ სფეროს. მერე ჭირდება იმ ადამიანის პროფესიონალების შეკრება, რომელთან ერთადაც აი ეს რეფორმა განხორციელდება. და შემდგომ ეს უნდა წავიდე ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. იგივე თუ არის მინისტრი, სამინისტროში უამრავი კარგი ადამიანია, ხო მათ მოსმენა ჭირდება, მათ უნდა მოусმინონ. უნდა ყველა მიმართულებით ჩამოყალიბდეს ის წინადადებები, რომელიც შედეგს მოგცემს და პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ის მასწავლებლები, ლექტორები, რომლებიც ამას ასწავლიან. ჩვენ ხო დღეს განათლებას არ ვაძლევთ. ჩვენ პროფესიას ვერ ვაძლევთ. ამთავრებს ხალხი დიპლომს, აიღე პროფესია არ აქვს. იმ პროფესიის ცოდნა არ გააჩნიათ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არის იხსება მათი გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებებით. აი ეს აგვი დღევანდელ ვითარებაში. ამიტომ ყველა სფეროში საჭიროა საკმაოდ კარდინალური ცვლილებების ჩატარება. ხა რაც შეეხება თქვენ რასაც ბრძანებთ, ხო? არ არის ესეთი ახალგაზრდებშიც არის ბევრი ისეთი, რომელიც სწავლობს, ვისაც უნარი აქვს, შესაძლებლობაც აქვს, მაგრამ მთლიანად სისტემაში არის ბევრი პრობლემა დაგროვილი ყველა მიმართულებით მინდა ვთქვა. ამიტომ ოცნებას დღეს აი რაც ხდება მთლიანობაში ოცნების შედეგი არის ის, რომ ჩვენი სუვერენული ფუნქცია გააძლიერა. ესე გაძლიერის ჩვენი სუვერენიტეტი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არ ყოფილა. მოდი ესე ვთქვათ, როცა სახელმწიფოს გააჩნია იმის სიძლიერე, რომ აი ესეთ ქვეყნებს, როგორიც არის შეერთებული შტატები, რუსეთი, ის რა ქვია, ევროპა კავშირი და ასე შემდეგ, უთხრას, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ, არ ვიქნებით თქვენი მორჩილი, გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. ესეთი მდგომარეობა ჩვენ არ გქონია. ეს ერთი შედეგია და მეორე, ეს უნდა გაძლიერდეს და გავრცელდეს ყველა სფეროზე. ეხლა თქვენ აბრძანეთ პოლიცია და ასე შემდეგ. ეხლა ზოგს უყურებ ხოლმე, როგორ სპეციალურად უყურებ ყველა იმას ტელევიზიას თითქმის რა. ეს რაც არის მეხუთე კოლონის ეს ტელევიზია, რომელიც საზღვარგარეთ და ფინანსირდება და თქვათ იგივე იმედი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკას ატარებს, ხო? და კიდევ მსგავსი თქვათ რუსთავი და ასე შემდეგ. აი რაღაც ორი ის არის ვირტუალური სამყარო. ერთი უყურებს ერთ სფეროში ცხოვრობს, მეორე კიდე აბსოლუტურად სხვაში და რასაც ეხლა ვამბობ, როგორ ავრცელებენ, იცით? აი ესე იგი პოლიცია არის მოძალადე. პოლიცია ეს არის რაღაც საშინელება მოახდინა გადაცდომა, სადაც იყო პასუხი უნდა აგებინოს სახელმწიფო, მაგრამ ეხლა გზის გადაკეტვა რო ქონდათ და ის ქონდათ რა ქვია, გზა უნდა გადაეკეტათ და ეს აი როგორ ამბობენ, იცით? ეს იყო ადამიანების თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვა, დემონსტრაციის ჩატარების, ესე გზას რო გადაკეტავ მაგისტრალს, ადამიანებს ისა გადაადგილებას რო შეუშლი, ეს არაფერი არ არის და ის რომ მაგათ უნდათ რო გადაკეტონ, ეს თურმე დემოკრატიის და არ მისცემს საშუალებას დემოკრატიის ხელშეშლა. მეორე პოლიციის მომენტი ავიღოთ. აბა ნახეთ ერთი ევროპაში და შეერთებულ შტატებში. ვიდით აბა პოლიციას ხელი გააწანეთ ერთი. ეს ტურის პირდაპირ ადგილზე მოკლავს. ადგილზე მოგკლავს. ხელებს თუ არ აწევ და დაანახე პოლიცია რო გეტყვის ისა რაღაცას მოგმართავს და თუ ესე ხელებს და რამე ჯიბისკენ წაიღებს, გესტრის და მოკლავს და პასუხს არ მოთხოვენ. აი ეს არის
შეერთებული შტატების პოლიციის დემოკრატია და ჩვენთან ესე იგი პასუხი რო უთხრა რომ რატო კეტავ გზასო თურმე ეს არის ცილა რო გააწნა ეს რა მოხდა მერეო რა ეს პოლიციის ცილა რო გააწნა იმ კალბატონმა რო იძახიან გოს არავინ არ მინდა მე ციხეში იჯდეს და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ იქ კლეტკიდან რაღაცა ისაქნა და კიდე ესეთ პოლიტიკური იმაში გადაზარდონ მაგრამ გააწნა ხელი ეგერ კაცსუყურე რამდენჯერმე მოკაჩა და ხელი გაარტყა არ არის არაფერი ესა პოლიციის უფროს თუ გინდა ჩვეულებრივი პოლიციელი იყოს ამერიკაში გესტრის პირდაპირ მოხლავს ადგილზე და პასუხს არ აგებს ამაზე იცოდეთ ეს როგორი კანონები არის ხო ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ახლა ორმაგი ის შევქნათ თურმე პოლიციელეთის ხელის გარტყმა იქ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და თუ იმას პასუხს მოთხოვ ეს არის რაღაც ძალადობა და გზა რო გადაკეტო თურმე რა კაია და გადაკეტონ ახლა გზა და ჩამოვშალოთ ეს ესე ჩამოშალა სააკაშვილმა 2003 წელს და აკრევინა ისა ტაში გამოიყვანა გარეთ და ტაშს აკრევინებდა მე კიდე ის აფხაზეთი ოსეთში რა მოახდინა და ის დავლური აცეკვა რუსთაველზე და ეს ხალხს არ აწყობს აი ეს არის როგორი მაგალითებია როგორი ექსპერიმენტები ჩაატარეს იცი აი ბრბოთ რო აქცევ რო გააბრიყვებ ადამიანს და გული მტკივა რომ ამ გაბრიყვებაში არ მინდა ჩვენი ხალხი იყოს და უნდა გამოვიყვანოთ ეს არის აი სწორედ ის პარადიგმური სინდრომი რომელიც ფსიქიატრიაში გადადის ხშირად და ამას მუშაობა ჭირდება არა მარტო ჩვენი სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ამ ხალხს ის კი არ უნდა დავარქვათ რომ თქვენ აგრიყოთ არა მუშაობა გჭირდება ყველასთან მე ამიტომ ვიძახი თქვენს გადაცემაში თქვი და ყველგან თქვი რომ აუცილებელი არის აი ეს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან მუშაობა განათლების სისტემა იქნება სხვა სფეროები იქნება იგივე გინდა ჟურნალისტები იქნებიან თუ სხვა დღეს ჟურნალისტი ზოგს წარმოუდგენია რომ არაფერზე პასუხი არ უნდა აგოს სადგინახიათ ეგეთი რაღაცა ჟურნალისტი იგივე მოქალაქეა როგორც მინისტრი იგივე მოქალაქეა თუ პოლიციელი ხო ყველა კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს ეს პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში ყველა უნდა იყოს თანაბარი სამართლიანობა არ იქნება არასდროს თუ კანონის მიმართებაში თანაბარი არ ვიქნებით ეს ჩემ თავზეა გამოცდილი აი იმიტომ ვამბობ ხშირად ამბობენ აი ის რაღაცა იმ სააკაშვილის რეჟიმის ხვერპლი კაც ხალხი კვდება და მე აცხადებენ ხვერპლად და აგერ რამდენიმე ადამიანი ვნახე აი აწამეს გააუბედურეს განდევნეს ჩემი ჩათვლით და ცოცხლები არიან და მათ არავინ არაფერზე ეკითხება გამიგეთ აი ესეც ხო უსამართლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და ეხლა იმდენი რამ იცვლება თუ გნებავთ ის ძიების დაწყება მე ხშირად კრიტიკაც მithქვია ხელისუფლების მიმართ იგივე ეს ძიება რომ უნდა დაიწყოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ეს ძიება უნდა დაიწყოს რეჟიმის გამოიძიონ უნდა აი ძალიან საინტერესო თემით დავიწყეთ ჩვენ ბატონო ნიკოლოს როცა ვთქვით რომ USAID-ის მასალები პირდაპირ არის ამოღებული 2003 წელს როგორ მოახდინეს გადატრიალება იქედან უნდა დაიწყოს ვინ რას ფინანსირდებოდა ვისაიდან ღებულობდა ეჯგუფები თანხებს ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა კმარა და ასე შემდეგ ეს იგივე ყველაფერი სპეციალურად შექმნილი ორგანიზაციები რომელიც იგივე არის დღესაც სახე ცვლილება არის უბრალოდ იგივე ხდება მე ერთ თემასაც მინდა შევეხო აი თქვენ რა გონიათ ეს გასაგებია რასაც ეს მავნებლობას ეს ფონდები და ამერიკის სტრუქტურები ეწეოდნენ მაგრამ ერთ კიდე საშინელებას აკეთებდნენ ეგენი პოლიტიკურ ველზე არ უშვებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიუღებელი იყო ამერიკის პოლიტიკისათვის. იყო შავი და თეთრი სიები. მე ვიცი დაბეჯითებით და დარწმუნებით. აი მაგალითად, ამერიკის საელჩო მიაწვდიდა ხელისუფლებას შავ სიას, ვინც იყო იმ შავ სიაში, ვერ გამოვიდოდა ვერცეთ ცენტრალურ არხზე, ვერ დაიკავებდა ვერცეთ თანამდებობას, ვერ მოხდებოდა ვერცეთ საკანონმდებლო ორგანოში. და ეს ყველაფერი ინერციით კიდე გრძელდება. მორჩეს უნდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანების კეთროვანებად ქცევა ის, ვინც მაგალითად ამერიკისთვის მიუღებელია, დღესაც იყოს მიუღებელი, იმიტომ რომ ამერიკაში შეიცვალა ხალხო ყველაფერი და ჩვენთან არ უნდა შევიცვალოთ და მე ვერ გავიგე ეს შავი და თეთრი სიები სამ ეპოქა ხო უნდა დასრულდეს რა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის ხელისუფლების პრობლემა, რასაც თქვენ ბრძანებთ, იმიტომ რომ რამდენი ადამიანია, იგივე ზონდერები და მოწალადეები შეყრილი ახლა სხვადასხვა სტრუქტურებში. მე ხარ უყურებ ამ ტელევიზიებს, ხო? აი მიაქციეთ ყურადღება
ალბათ თქვენც მიაქცევდით, ესე ამბობენ, რომ ჩვენი წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჩვენი წყარო სუსიდან, ჩვენი წყარო პროკურატურა. ესე იგი, წარმოიდგინეთ, როგორი ქსელი აქვთ შექმნილი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ ჟურნალისტურ იმებში, რამ ხელაფული აქვთ. ჩადები, აი ჯერ გაიგეთ ეხლა თქვენს კოლეგებს რამ ხელაფასი აქვთ. აი იმ ტელევიზიებში, თქვენი კოლეგები, წამყვანები, აბა მოიკითხეთ რამ ხელაფასი. არც ერთ მინისტრს სახელმწიფოს მეთაურს არ აქვს ხელაფასი. აი რამ ფინანსები მოსდი და დაასდევენ და თქვენ აი იმ დღეს ეკითხებოდნენ პოლიციელს, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ, ჩვენ უნდა გვემსახუროთო. ხელფასს გიხდით რომ. ერთი კითხონ თქვენ რო გიხდიან ხელფასს, ათეული ათასობით, 30000 რო აქვს ხელფასი თვეში, რისთვის უხდიან? რა დავალება, რა ტრენინგები გაიარა, 20000 ლარი აქვს. აი ზაუტაშვილი როა წითელთმიანი ხალი, ხო? პირველ სახელმწიფო, ესე იგი ჩვენი გადასახადებით, ჩვენ ვუხდით ფულს ნაცებს სახელმწიფო არხებზე, აჭარის არხზე. აჭარის არხი და ეს პირველი არხი პირდაპირ ემორჩილება ნაცებს. ეხლა ის ბორდის ის იყო რაღაცა შეკრება, კაცო და ეს უკვე საიგულის ამრევი რა. გამოდიოდნენ თავის, ესე იგი აქით უტევდნენ ამ რატომ აყურებინებ ამ ვაკხანალას, დაამყარე წესრიგი ვერ გავიგე. ესეც იმ ტრამპის გადასაწყვეტია, კაცო, დაამყარე წესრიგი რა. ეს კაცი ვიღაცა ვასილ ივანოვ ჩიქოვანი მორჩება იმ გადაცემას, მიწავა მე იქა მიტინგზე და აგინებს სამთავრობას. თქვენ როგორც არ ყოფილიყართ იმ ეთერში რამდენიმე წელია, ისე არ ყოფილი ვარ ჩვენ რა საზოგადოება არა ვარ თუ რა, ვერ გავიგე, კეთროვანი, აი მე ვიტო ვიძახი, თვითონ გამოვიდა, ხო გახსოვთ, ეს ცინცაძე წამყვანი გამოვიდა, არსებობსო სიებიო, გესმით თქვენ, სიები არსებობს. ვინ მოვა პირველ არხზე, ვინ არ მოვა იმ არხზე გესმით და სიები მარტო იმაზე კი არ არის ვინ გამოვა ტელევიზორში იმაზეც არის სიები ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო თანამდებობაზე პარლამენტში ამაზე მაქვს საუბარი და დაწვით ეგ სიები ბოლო-ბოლო სირცხვილია უკვე რა მართლა რა თან ამას პირდაპირ ეთერში იძახიან კაცო სიები არსებობსო ეგრე არის ეხლა მე უფრო მეცაც გეტყვით ეს საერთო პროექტიებიც არსებობს მე თუ გნებავთ აი ეს შეიძლება მithkoms ესეთი სახელი ქვია რა გაიასნებული ტიპები რა მოდი ესე ჟარგონი ვიხმაროთ რა გაიასნებული ტიპები და ეს გაიასნებული ტიპები იცით ვინ არიან ანუ წინა ხელისუფლებაში რო იყვნენ და მე უკვე ამათმა რო გაიასნეს და აი ჩვენთან არიანო და მე სულ ღალატობენ თუ გინდათ ეროვნული ბანკის ისინი ავიღოთ გაიასნებული ტიპები იყო ენერგეტიკის სისტემაშიც გაიასნებული პოლიციაში პროკურატურაში აი ესეთი ეს უნდა დამთავრდეს არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ეხლა გინდა ამას დავარქვათ კოჰაბიტაციის შედეგი ჩაიარა უკვე ამ კოჰაბიტაციამ ეხლა ამხელა რეფორმები მიდის შეერთებულ შტატებში და ქართულმა უცნებამ ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა დაანახოს რომ მიმდინარეობს წმენდა აგენტურისგან უნდა გაიწმინდოს მე არ ვიძახი დაიჭირეთ მოკალით ეგეთ რამებს არ ვამბობ გაიწმინდოს უნდა აუცილებლად უნდა მოხდეს გაეროვნულება ჩვენი სახელმწიფო სისტემის სანამ ეს არ გაკეთდება და ესეთი გაიასნებული არაგაიასნებული ტიპები თუ გინდა ბიზნესმენები იმათაც აფინანსებენ ამათაც აფინანსებენ ეხლა თუ გინდა ეგეთი გვარებით შემიძლია დავასახელო მაგრამ ხო ვიცით ეს არასწორი არის ესეთი სისტემა ვერ მოიწევს კარგი იქნება თუ დაასახელებთ კარგი იქნება ერთი არ არის და ბევრი არის ეგეთი მე მომენტში დავასახელებ მაგი კი არა მე უფრო მეცაც გეტყვით ეხლა ის კომისია რო შეიქმნა საგამოძიებო ეხლა მე ბოდიში ერთ ჩაგედებ თქვენ ხო თქვით გაიასნებულ ტიპებს ეძახიან ვინც ყავთ ამათ და არის მეორე ტერმინი კიდე უკონტროლო ტიპები ანუ უკონტროლო ტიპებს ეძახიან იმ ტიპებს ბოდიში ხა ჟარგონისთვის ადამიანებს რომლების მათი აზრით არ არიან საიმედოები და ამ დროს ეს უკონტროლო ადამიანები ყოველთვის არიან სიმართლის სადარაჯოზე მაგრამ მაინც უკონტროლებად თვლიან და აი გაიასნებულები რო ღალატობენ ის გაიასნებული ურჩევნიათ იმ უკონტროლოს გესმით არავის ეს უკონტროლო შეარქვეს თვითონ არ ვიცი საიდან წამოვიდა ეს უკონტროლო ტიპები უკონტროლოს რას ეძახიან იცით ესენი რომ აი ადამიანი ხა სისულელეს რო აკეთებდა რო გეტყვის რო არ არის ეს სწორი არა ეს არ შეიძლება რომ უნდა უთხრა რომ კი ყველაფერში მართალი ხარ და აი ამაში გამოიხატება უკონტროლობა
შეიძლება ეგეთი სახელი აქვს, შეიძლება არამორჩილი, ანუ არის მორჩილები და არამორჩილები. არა, ეხლა მე კიდე უფრო მძაფრი არ მინდა, სხვა რამესაც ეძახიან, კიდე უფრო გიჟებსაც ეძახიან ისე. მე სხვათა შორის ეს ინფორმაცია, ეხლა ამას რო ვლაპარაკობ, შიდა იმიდანა მაქვს მიღებული ეს ბოდიში და ყური კი არ მომიკრია, რომ აი მაგალითად ვიღაცა ადამიანი, რომელიც აქვს რეიტინგი, რომელსაც აქვს სახელი, რომელსაც ბევრი გაუკეთები აქვს ქვეყნის, ესენი არიან უკონტროლოები, ესენი არიან გიჟები და ამიტომ არა, ესენი დავბლოკოთ. გესმით? და მხოლოდ უნდა ის აი გაიასნებულები, რომლებიც ნაცებთანაც იყვნენ და ეხლა აქ არის, აი ესე ამათზე გავაკეთოთ და ბოლოს კიდევ ღებულობთ იმ სურათს, რომ აი ეგ ადამიანები, რომლებიც იქაც ნაცების დროსაც იყო და ეხლაც რო არიან, მუდმივად ღალატის რეჟიმში არიან. ეხლა მე გეცახმები თქვენ ეგ უნდა შეიცვალოს აუცილებლად. საერთოდ ჩვენ სახელმწიფო პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფო მართვაში არ არის სათანადო დონეზე. აი ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია, სხვათა შორის ამ კუთხით კვლევები რო ჩაატარონ, თვითონ დაინახავენ, მე კვლევები არ ტარდება, დაწყებული თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალურ ხელისუფლებამდე ადამიანები არ არიან ჩართო. ჯერ თვითმმართველობა არ გაგვაჩნია სააკაშვილმა, რომ გააუქმა თვითმმართველობა, არც ოცნება არ აღადგინა. ეხლა არჩევნები ხომ უნდა მოვიდეს თვითმმართველობის და რაში ვატარებთ? ეხლა უყურეთ კიდევ მნიშვნელოვანი მომენტს გეტყვით. თვითონ ხვდებიან, რომ აუცილებელია თვითმმართველობის აღდგენა. აი ეხლა ბოლოს საკანონმდებლო ინიციატივა იყო ეგეთი, რომ აი მანიფესტაციებზე და მის ფორმებზე და ადგილებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითმმართველობა ქალაქებმა, რაიონებმა, ხო? მუნიციპალიტეტებმა უნდა მიიღონ. უკვე აქ გამოჩნდა, რომ საჭიროა ეს. ანუ მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები თვითმმართველობას უნდა მიეცეს. ეს იძლევა საშუალებას და აღდგეს უნდა როგორც იყო ადრე სოფლებში საკრებულო ხალხი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. თუ არ არის ჩართული, იქ რესურსების გამოყენება იქნება თუ საშუალებების გამოყენება და ის ხალხი ამ ხალხმა ყველაფერმა თბილისში უნდა ირბინოს, უკვე ეს კიდე თავისთავად ბადებს გარკვეულ წინააღმდეგობას და აი არასასურველ სიტუაციას. ეს ჩვენ ხო ხედავთ პრობლემებს და ეს პრობლემების აღქმა უნდა კონდეს სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ეს რეფორმები გატარდეს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ თემები, რაც აი გეოპოლიტიკაზე ლაპარაკობდით. ეხლა ტრამპის მიდგომა იმდენად სხვანაირი გამოჩნდა, ხო? ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამასთანავ ეხლა ანალიზს უკეთებდით, იქ უკრაინის მიმართება. ეხლა უკრაინას უკვე აი ნახეთ, უნგრეთში რას წერენ, პოლონეთში რას წერენ, რუმინელები, ბულგარელები გავანებოთ რუსებს თავი. ნახეთ რა მიდგომებია, უკვე ის ტერიტორიები, რომელიც სტალინმა საჩუქრად მისცა, ჯერ ლენინმა მისცა თავის დროზე, მერე სტალინმა აჩუქა მთელი ეს ბუკოვინა და ის რა ქვია, იქეთა მხარე. ესე იგი, განაწილება ხდება და ტრამპის მიდგომებმა, ეხლა ეს თემები კიდე აქტიურად ამოწია, რატო ვამბობ? ბევრი რამ იცვლება. ეხლა თუ კი შევხედავთ ამას, მიდგომები როგორია, იცით, აი გავლენების სფეროები ისევ ხდება ამ გადანაწილება, მაგრამ უკვე სხვა მიდგომებით არის, სხვა დამოკიდებულებით არის და ჩვენ არ უნდა ველოდოთ რაღაცა საომარი მოქმედების გაჩაღებას, თუმცა ეს პრობლემები აი მაინც შეიძლება არსებობდეს და თავი უნდა ავარიდოთ რა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, ჩვენ კიდე შეიძლება ბევრი დაგვრჩა საქმე. ერთი მინდა დავამატო ერთ-ერთ თქვენ გადაცემაში მე უნდა ეხლა აი ბოლო ფრაზით მინდა ვთქვა, ეხლა პარლამენტში ზოგი შედის, ზოგი გამოდის, ზოგი რაღაცა ხდება, მერე ზოგი რეჟიმებს უძახის, აი ავტოკრატიული რეჟიმი ყარიბდება და ერთი რამ ის მივაქციოთ ყურადღება, მე როგორც ეხლა ანალიტიკოსი და უყურე გლობალურად რა ხდება და ლოკალურად საქართველოში, გლობალურად იცვლება მსოფლიოში ყველაფერი. ეს დემოკრატიის რაღაცა მოგონილი პრინციპები, ისტორიას ბარდება, აღარ იქნება აი ეს დემოკრატიული მომენტები, რასაც ერქვა ეს ლიბერალური დემოკრატია, რომელმაც ფაშიზმის სახე მიიღო. ანუ შენ ან მათნაირი უნდა გამხარიყავი, ან უნდა გაგანადგურებდნენ. ეხლა ამის საწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ყალიბდება, მათ ეძახიან ავტოკრატებს. მაშინ ავტოკრატიული რეჟიმი არის, ესე იგი, შეერთებულ შტატებში, თუ ამ კუთხით შევხედავთ, მაგსტანდარში ხდება და იგივე უნგრეთში. და უნგრეთის მსგავსი სისტემა ჩვენთანაც არის. ასე რომ, სხვა სისტემები ყალიბდება და მოგონიათ, რომ ეს რაღაცა ვიდმეს მოგონილი სახელები შენარჩუნდება. მთავარია, ჩვენ ხალხზე ვიზრუნოთ და ქვეყანა გავაძლიეროთ. გასაგებია, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონ ლევან თქვენთან საუბარი და ამით დაგემშვიდობებით შემდგომში გავაგზავნებთ უკვე იმ საკითხებზე, რომლებზეც ვერ მოვასწარით დღეს აქცენტების გაკეთება. კარგად მზადდებოდეთ.
კარგად ბრძანდებოდა. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი და მე მგონი მართლაც ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ჩვენ უკვე ამ თემებზე საუბარს გავაგზავნებთ ჩვენ სტუმართან სტუდიაში. ბატონი ლექსო კობაიძე შემოგვიერთდა. მოგესალმებით ბატონი ლექსო. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ და მაყურებელ საზოგადოებას. აი მე მგონი რომ აი მიდგომები უნდა აი როგორც ტრამპმა რევოლუციური ცვლილებები განახორციელა ამერიკაში. მე მგონი აქაც ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან აი ცუდ შედეგებს, აი იგივე განათლების სისტემა რო ვახსენე. მე მეგონა რომ აი ამ რაღაცა რო ჩაცხრებოდა, ახლა ჩამცხრალია ასე თუ ისე აქციები და როდესაც ახალი პარლამენტი აირჩეოდა, მე ვფიქრობდი რომ განათლების სამინისტრო და პანღურით გამოაყრიდე ხალხს. იმიტომ რომ 1000-მდე კაცმა, პედაგოგებმა, დირექტორებმა, განათლების სამინისტროს ხალხმა მოაწერეს ხელი პეტიციას მთავრობის საწინააღმდეგოს. კაცი შვილი არ გამოუგდიათ იქიდან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება. ნუ არ ვიცი ხა იქნება თუ არ იქნება, მე მაგას ვლაპარაკობ. დღემდე არ არის. ეს კომისიის შექმნა განათლების საკითხებთან დაკავშირებით არის მისასალმებელი. მაგრამ აი როგორც ტრამპმა გაანადგურა, დაანგრია ეს განათლების სამინისტრო და ახლიდან უნდა შეიქმნას, მე მგონი რომ ჩვენთანაც ეს უნდა განხორციელდეს. კი, ნამდვილად აქ გასათვალისწინებელია რომ ტრამპის პოლიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, ესე ვთქვათ, ჩვენთვის, თუნდაც იმ კუთხით რომ რელიგიის, ესე ვთქვათ, წინ წამოწევა გადაწყვიტა მან და რელიგიის წამოწევა განათლების სამინისტროში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად რელიგიური სწავლებები უნდა იყოს ჩვენ სკოლებში სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის სასწავლო დაწესებულებებში რელიგია არ ისწავლება ამ კუთხით ესე ვთქვათ არ არის სავალდებულო ამ კუთხით სწავლა განათლება და რა თქმა უნდა ეს ყოველივე არ არის კარგი და სასურველი ჩვენ ქვეყნისთვის მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ ტრადიციული და ესე ვთქვათ ეროვნული ქვეყანა. აუცილებელი არის რომ ჩვენი ესე ვთქვათ იდენტობა ასოცირდებოდეს რელიგიასთან და ეს ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვადასხვა სახელმწიფოებში. ამიტომ ამის ყველანაირად ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული USAID-ის პროგრამიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროგრამიდან გამომდინარე, რომ როგორმე რელიგია ამოეღოთ და დედაენა ამოეღოთ ჩვენი სასწავლო პროგრამიდან. ეს სამწუხაროდ მოახერხეს პირველ ეტაპზე მოახერხეს და დღესდღეობით დარწმუნდნენ ისინი, რომ დედაენას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებდა და დედაენა მართალია სავალდებულო აღარ არის დედაენის სწავლა, მაგრამ შეუძლია ესე ვთქვათ სკოლას რომ დედაენა იყოს მთავარი წიგნი, მაგრამ ასევე შეუძლია სხვა ალტერნატივაც იყოს ასევე მთავარი წიგნის დაწყებით სასწავლებლებში. აქედან გამომდინარე ეს ყოველივე განაპირობა იმ 30 წლიანმა ესე ვთქვათ ფაშისტურმა მიდგომებმა სადაც ყველანაირად ცდილობდნენ რომ ჩვენში იდენტობა გამქრალიყო. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამოიღეს სასწავლო დაწესებულებებიდან გულისხმობ აღზრდობით დაწესებულებებს რელიგიის სწავლა, ამოიღეს მათ შორის დედაენის სწავლა და ანუ იდენტობასთან დაკავშირებით ყველანაირი ესე ვთქვათ ცდილობდნენ რომ პრობლემები გაეჩინათ. მაგრამ ამ ბოლო ხანებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჩვენ სასწავლებლებში კვლავ დედაენის არსებობა და მე მივესალმები როგორც ბატონი ტრამპი ესე ვთქვათ აქტუალიზაციას უკეთებს რელიგიის წარმოჩენას თავიანთ ესე ვთქვათ სასწავლო დაწესებულებებში ისე წარმოჩინდეს ჩვენთანაც და სასწავლო დაწესებულებებში აღზრდობით დაწესებულებებში რელიგია მართლმადიდებლური რელიგია უნდა იყოს სავალდებულო გაკვეთილი. აი ეს უკვე მართლაც და გარდავალთ იმ რელსებზე, რაც არის რომ ჩვენ თვითყოფადობა ასოცირდებოდეს რელიგიასთან, ჩვენს მართლმადიდებლობასთან და ასოცირდებოდეს ჩვენს ტრადიციებთან. აი მხოლოდ ეს მიდგომა გადაგვარჩეს ჩვენ და ძალიან კარგია რომ ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო ისეთ პერიპეტიებს რა შემოსევებიც ქონდა ჯერ კიდევ აი ამ უახლოეს ისტორიაში და ყველანაირად ცდილობდნენ რომ როგორმე ჩვენ ესე ვთქვათ იდენტობა დაგვეკარგა და ქართველობა დაევიწყებინათ და ეგრეთ წოდებული მერე რა საზოგადოება ჩამოეყალიბებინეთ, მაგრამ
ეს ვერ შეძლეს მათ და ეხლა დროა რომ მართლაც და რელიგია აღზრდობით დაწესებულებებში იყოს ერთ-ერთი სავალდებულო გაკვეთილი, როგორც ჩვენს სხვათა შორის მე მახსოვს რომ ჩვენს ბავშვობაში რელიგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია მაგალითად პირადად ჩემზე რომ რელიგიას მე სწავლობდი და დღემდე მადლობელი ვარ რელიგიის მასწავლებლის რომელმაც ჩემს ესე ვთქვათ ზნეობრივ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს თვითყოფადობა, როდესაც რელიგიით ესე ვთქვათ სწავლობ და ასოცირდება შენში რომ რელიგია არის შენი თვითყოფადობა, ეს ნიშნავს იმას რომ შენ არ გადაშენდები და არ გიწერია გადაშენება. არა, და ქართველ კაცს არასდროს აუწერია მაგრამ აი უყურეთ რა ხდება ყველა საქმეს რაც არ უნდა კარგი საქმე დაისახო. აი ხო არის მაგალითად საგანი ხო ქართული სიტყვაზე ლიტერატურა დენა ვთქვათ ან მათემატიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ასწავლის ამას. აი რელიგია ავიღეთ გინა სხვა საგანი. შეიძლება ერთმა მასწავლებელმა შეაზიზღოს ბავშვის რელიგია და მეორემ შეაყვაროს. ხო, ეგ კიდე ხო და ვინც მოიყვანეს ახლა ამათმა მასწავლებლებად და მოიყვანეს ამ სისტემაში და დაასაქმეს განათლების სამინისტროში. ესენი აი რაც არ უნდა კარგი იდეა შემოიტანოს, თუ კი კადრებისგან არ გაიწმინდა, ვერაფერს ვერ მივახცევთ, ხდებით? განათლების სამინისტროს 90% არის გასაყარელი. ამას ვლაპარაკობ სრული პასუხისმგებლობით. ეს მინისტრიც კიდე ჩვენში დარჩეს, რამდენად ახლა პასუხობს გამოწვევას, კიდე საკითხავია. უნდა იყოს განათლების სამინისტროში პედაგოგები უნდა იყვნენ. როგორ შეიძლება ერთი მინისტრის მოადგილეც არ იყოს პედაგოგი? ბიჭო, ეხლა მე მაგალითად ეხლა რო დამნიშნო სიტყვაზე კონსერვატორიის იმათ, რა ქვია, დირექტორი. რა ვიცი, ეხლა მე ეს კონსერვატორია, ხო? ბიჭო, რა იცი, ეხლა პური მეპურემ უნდა შეიძლება მინისტრის მოადგილე პედაგოგი არ იყოს, მინისტრი პედაგოგი არ იყოს. რანაირად შეიძლება რეფორმა გატარდეს, გეკითხებით. ამიტომ ვიძახი რა, იმ დღეს ეხლა გამოვედი ერთ-ერთი პოლემიკა იყო და აი რაღაცა რო ვთქვი, მაშინო აიო რა ვიცი ისაო, რა ქვიაო, შენ თუ იციო უკეთო, მაშინ შენ მოდიოდა. ბიჭო, მე ჯერ ეგეთიც არავინ არ მიშვებ და მე აღარცავ თქვა, ყველაზე ცუდი არის მლიქვნელობა. აი მლიქვნელობამ დაღუპა ეს ქვეყანა. ადამიანი რო მაგალითად შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ და შენ თუ მართლა ჩემზე შეგტყივა გული, ხო უნდა მითხრა რომ რაღაცა თუ არ გამოდის, აი ესე შეცვალე რაღაცა, ხო? ამიტომ თუ არ შეიცვალა კადრი რიშაი всё, ნათქვამია. ანუ კადრები წვეტე ყველაფერს. რა თქმა უნდა. თუ არ არის კადრი, ეხლა რა გინა რელიგია შეიტანე და გინა ის შეიტანე, რა ქვია, 10-ჯერ მეტი ქართული ასწავლე და ისტორია, ხო? არ არის ეს ხალხი იქ დასასაქმებელი, გამოსაყრელია. რატო გააუქმა განათლების სამინისტრო იმან ტრამპმა? ყრის იქიდან ყველას. ცერეუს რატო შეუჩერა საქმიანობა? ყრის იქიდან ყავს. ხო, კი ბატონო. ეხლა ჩვენ ვიძახოთ ეხლა რომ აი ესეთი რაღაცა სტრატეგია, აი ამ იმებმა ბრახაბურხა სტრატეგია, ფაქტი არის ისა, რომ ერთი ფაქტია, რომ აი ამ 11 წლის მანძილზე რაც განათლებაში კეთდება და ყველაფერი იყო სისულელე. იმიტომ რომ აი პროდუქტი არის აგერის ახალგაზრდობა 99 მთავარი არის ტაბლო აი როგორც ფეხბურთს რო თამაშობ შეიძლება რაღაცა კარგად ითამაშოს გუნდმა მაგრამ თუ ტაბლოზე წერია წაგება წაგებული ხარ და ტაბლო ანუ შედეგი არის აგერ ჩვენი რუსთაველი ახალგაზრდობის 90 დიდი პროცენტი ნუ ყველაზე არ ვლაპარაკო დიდი ნაწილი და ვისი ბრალია ეს ყველაფერი სკოლის დირექტორები მიდიოდნენ მოუწოდებდნენ აქციაზე გამოდითო მასწავლებლები ესე იგი განათლების სამინისტროს მუშაკები და კაციშვილს ხელი არ უხლია და მე რო აქ სიტყვაზე ცოტა ისეთი კრიტიკული რო თქვა ხელისუფლებაზე შეიძლება ჯვარს ვაცვალ და მიტყვე და იტყვია მტერი არისო ისა ბიჭო სახელმწიფო მოხელე მე სახელმწიფო მოხელე არა ვარ პეტიციებს წერდა რომ ეს თავრობა უნდა წავიდეს და კიდე თანამდებობაზე არიან ეს ხალხი გეს მიტყვე ხო ნუ ალბათ მე მაინც იმას ვიტოვებ რომ დღეს უკვე გაჟღერდა ის რომ არანაირი კოჰაბიტაცია არ იქნებოდა და დასრულდება ეს კოჰაბიტაცია საჯარო სამსახურებში და მე ამის მოლოდინი მაქვს რომ დასრულდება თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ამ კოჰაბიტაციის დასრულება და ესეთი დასრულებები იქნება როგორც განათლების სამინისტროში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებებში და დარწმუნებული ვარ რომ ეს კოჰაბიტაცია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და შუა გაიკრიფება და არავითარ შემთხვევაში აღარ მოეცემათ იმ ძალას იმის შესაძლებლობა რომ ჩვენი იდენტობა
ჩვენი თვითმყოფადობა შეურაცხყონ და არავითარ შემთხვევაში არ მიეცემათ ისეთ მამად, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს, ესე ვთქვათ, სხვისი ქვეყნის ინტერესებს ახარებენ და როგორმე ცდილობენ, რომ სხვისი ინტერესები გაატარონ აი ამ ორ გროშად. და ორ გროშად რო არიან გაყიდულები, ჩემო ნიკოლო, სამწუხაროდ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა რა და მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ესეთი სამარცხვინოები, ესეთი აგენტურა როგორც ეხლა გამოჩნდა და აი ამ ბოლო პროცესებმა გამოაჩინა, ეს არის სამარცხვინო. საჯარო სამსახურებში ჩვენ დავინახეთ რომ ხელისუფლებაში არიან და სამსახურებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. და ეს არის ფაქტი. აი ესენი არიან ჩარეგილები და ესენი უშლიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს. და ესეთი მოხელეები უნდა ამოიძირკნონ. მეც ამის მომხრე ვარ ბატონო ნიკოლოზ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ ხვალ ესეთი მოხელეები ამოიძირკნებიან. ესეთი არც პროფესულა, არც მასწავლებლები არ ჭირდება ჩვენ სახელმწიფოს. თუ ესეთი პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება, რომლებიც ჯერჯერობით სამწუხაროდ ისევ რჩებიან მოქმედ თანამდებობებზე, ხო? ჩვენ ეს ესე ვთქვათ, გასაქანი არ მიეცემა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ იმედს გამოვთქვავ, რომ ესეთი საჯარო მოხელეები იქნებიან თუ სხვადასხვა თანამდებობის პირები იქნებიან, რომლებიც თან, ესე ვთქვათ, ვითომ და თავის ქვეყნის ინტერესებს ემსახურებენ და რეალურად სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, უნდა ამოიძირკნონ, უნდა ყველანაირი განათლების სისტემიდან, მით უმეტეს ნიკოლოს ესეთი მნიშვნელოვანი სისტემიდან. ამიტომ მე მოუწოდებ შესაბამის ორგანოებს, რომ ესეთი საკითხები რაც შეიძლება მყისიერად, ეხლა სანამ დრო გვაქვს ეს საკითხები, შიდა საკითხები უნდა მოვაგვაროთ. აი ხა მე მაგალითად აი ბატონ ალექსანდრეს ვისურვებდი, რომ მაგალითად სიტყვაზე რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა რო ჩავაბაროთ, კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს კაცი ბრძოლობს ამდენი ხანია იბრძვის იმისათვის, რომ რაღაცა ქვეყანაში იყოს მარწესრიგი, კანონიერება, სამართალი. მე იცით რა არის? აი ყველაზე უფრო მზარავს რა, იცით? აი პარლამენტში რო მათ წარადგენენ კანდიდატებს დეპუტატობის ან მინისტრებად და არ ვიცნობ ამ ადამიანს. აი გამომიცხადებენ, დაამთავრა კემბრიჯის რაღაცა ერთთვიანი კურსი, დაამთავრა ისა ინგლისური იცის ბიჭო, პოლიტიკურ თანამდებობაზე კაც რო ნიშნავ მინისტრად, პარლამენტის დეპუტატად, რაღაცა ხო უნდა იცნობდეს საზოგადოება, ვინც უცნობი შემოიყვანეს, ყველა ხო ბოდიში და დაღუპა ესენი და ყველა ხო გაყიდა რა. ადამიანი ხო უნდა იცნობდეს, ბიჭო, შენ ბოდიში და მინისტრი ის ხო არ არის ფირმის ხელმძღვანელი რო რაღაცა მას დანიშნო. ფირმაში და გმაში რაღაცა სამშენებლო კომპანიაში ვინც გინდათ ის დანიშნეთ, მაგრამ შეიძლება ადამიანი წლების განმავლობაში რო სახელმწიფოებრივი პოზიცია უკავია არასდროს არ შემცდარა შეიძლება იმას გადაუსვათ ხაზი ამიტომ ვიძახთ ეხა ბატონ ლევანთან საუბრობდი არის სიები არის ესე იგი სია შავი თეთრი იმ თეთრ სიაში თუ ხარ გზახსნილი გაქვს შავი და ეს შავი და თეთრი სია გააკეთა ამერიკის საელჩო კი ბატონო და კიდე გრძელდება ამ სით მუშაობა. ხო, ნუ მე ვფიქრობ ეს დროის საკითხია. ხო, არ ვიცი, აი, გამოსწორდება. მასე ვლაპარაკობ, ბატონო ელექსო, გამოსწორდება, 11 წელი გავიდა დავბერდი უკვე კაცი რა, ლამის რა. ახლა ნუ 40 არც ისე ბებერი ვარ, 46 წლისა ვარ პრინციპში, ცხოვრება წინ მაქვს ერთი იმდენი ალბათ ღმერთის წყალობით რაღაცა მაქვს იმედი რომ ვიცოცხლებ, მაგრამ ბიჭო 11 წელი პატარა ხო არ არის 11 წელი მარტო ამ ხელისუფლების და მანამდე კიდე ხო 9 წელი იყო. დღეს ხვალ, აი ეხლა და გავიდა დაამთავრდა ხალხმა სიცოცხლე დაამთავრა უკვე რა. გეთახმებით თელი რიგი. აი ხა ახალგაზრდებზე რო არის მიდგა საუბარი. იმ დღეს ეხა გამოვიდა, ესე იგი ჯერ რატო უნდა შეიცვალო ადამიანმა სახელი და გვარი. ერთი ის ტორესა მოირო არის, ხო იცით ის რა ვიცი, ქართველი არის, სახელი და გვარი აქვს. ეს რა ქვია, კახეთიდან არის და ის პორნოპოეზიის ფუძემდებელია და ნუ ტორესა მოსი დაირქვა. ნენსი ვოლანდი დაირქვა ვიღაცა ქალბატონმა გუშინ გამოვიდა ესე იგი ეს ქალბატონი ჩვენც ვადევნებდით თვალყურს მაგნექსოდა ესე იგი აი ეს აი ჩვენ რო ლაპარაკობთ ახალგაზრდები მოწამლავ ერთი ნახეთ რა სისულელებს ლაპარაკობთ ახლა მოგასმენიებთ ამ ქალბატონის პოზიციას ხდება და სულ ეგ იყო და ამ ორმა ქალმა პოლიციელმა მითხრა რომ უნდა მთლიანად უნდა გავშიშვლდე ეს მოთხოვეს რომ გაგეხადათ, გაშიშვლებულიყავით, წარმოუდგენელი არის რითი ახსნეს რომ უნდა გაშიშვლებულიყავით. მითხრეს რომ წესი არის ასეთი. არ ვიცი, მე პირველად გავიგე ასეთი რამ, სახში ჩხრიკის დროს შემოსულები და გეუბნებია რომ უნდა გაშიშვლდე.
ხო, აქამდე ვიცოდი, რომ ყვებოდნენ ჩემი მეგობრები, ვინც მოხვდა იზოლატორში, ყვებოდნენ, რომ მანდაც არის მსგავსი პროცედურა. ახლა როგორც გავიგე, არც ერთ. სხვა თემაა და მე ანუ გაოგნებული დავრჩი, გაოგნება მომიცვა, როდესაც წავიკითხე პროდიუსერმა წეღარომ ჩამიგდო, რომ ეს სახში როცა შემოვიდნენ, სახში ჩხრეკისას მოგთხოვეს, რომ გაგეხადათ და გაშიშლებულიყავით. კი ბატონო, დედაჩემის თანდასწრებით, რომელიც იყო მოწმე იმ მომენტში. წარმოუდგენელია. და ეგ არ იყო, არა მხოლოდ გაშიშვლება არ იყო, ანუ მომთხოვეს, რომ რაღაცა ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, რომ უკეთ ენახათ, სადმე რამე ხო არ მაქვს დამალული. შეურაცხყოფის არ ვიცი და სტრესის რა ხარისხი გექნებათ ახლა მიღებული, მე წარმომიდგენია. თუ ესაუბრეთ ამ თემაზე ადვოკატს, აი რას აპირებთ ამაზე რაღაც მსვლელობა. ესე იგი, მე არ ვიცი, ახლა მე ბატონებო, ახლა ეს ქალბატონი რომ ნახე მე ამ გადაცემაში, ახლა კარგად გამიგეთ, რატომ ეცინება, ამას კარგად მივხვდებით ბოლოს, ახლა რატომ ეცინება მე. ესე იგი, ეს ქალბატონი, მე არ ვიცი ამ მაკიაჟს თურმე რა დიდი ძალა ქონია, იმიტომ რომ თურმე ესე იგი ტელევიზიით შეიძლება ესე იგი ამ მაკიაჟის და რაღაცა იმეების შედეგად რა ვიცი ვერ ვერკვევი სიმართლე რო გითხრა ფილერიო თუ რაღაცა 1000 რაღაცას იკეთებენ შეიძლება ურჩხული გადაიქცეს რაღაცა ცოტა ნორმალურ ადამიანს შედალოცვილო ვის რაში ჭირდება შენი გაშლა რომელი ეხლა ნაუმი რომელი ტოპ მოდელი შენახარ ეხლა აი სიმართლე რო გითხრათ ადრე აი ისეთი მოდელები იყვნენ იმათ სახელები ვიცოდი და ეხლა ესენი ვინც წამოვიდნენ ახალ მოდაში აღარ ვიცი ხა მაგათი დიდი ის არც უყურებს სიმართლე რო გითხრა მაგრამ ვის რაში ჭირდება შენი გახდა რომელი ტოპ მოდელი ხარ ან ვერ გავიგე რომც კონდეს ხა ვის გაუგია ესეთი რაღაცა რა რაღაცა ისეთი ტყუილი მაინცა თქვი რომ დაიჯეროს ადამიანი რა გახთაზე საუბრო იმისი არ იყოს ერთხელ ბაია პატარაია გამოვიდა და ატეხა ერთი ამბავი ქალბატონი მივიდაო ექიმთანო და ექიმა გასინჯვის დროს უთხრაო რომ მაიკა აიწიეო. აბა ხა ფილტრები როგორ უნდა შეამოწმო მაიკა თუ არა იწიე ხა ვერ გავიგე იმას რაზე უნდა დაადო ის ფონენდოსკოპი თუ კი ვერ გასინჯა და მთელი ესე იგი ჯოჯოხეთი მოუწყვეს ექიმს რომ აი რატო მოთხოვა თურმე ტანზე ის ფონენდოსკოპის ისა რა ქვია მიდება რა. ხო და ეს ქალბატონი ხა ვიც იზახის რომ გახთა მომთხოვეს ერთი განახებთ აი ჩხრეკის პერიოდს და სასწრაფო რომ მივიდა აი განახებთ. ხო გავიქი. ანუ ეს სიტყვა უშნობა ზუსტად. აქ არიან ისე. არ ვიცი რატო. იოდ მოკიდა ხელი დედაჭერს დაინახე. კი, დავინახე. ეს რა არის? განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედება დამთავრდა. წავიდნენ უთხარი გტყო. რა ვიცი, პაციენტიც ამბობს რომ დატოვეთ პოლიციელები. შეხედეთ ახლა გოგონას თქვენ კარგად დააკვირდით, მეგობრებო. კადრში ჩანს ეს ქალბატონი და ეხლა შვილო მომისმინეთ წამი რაღაცა ისეთი მაინცა თქვი რომ რაღაცა სამარცხვინო სიტუაცია ისიც კიდე რაღაც სტუდიაში და ტრაგიკომედიები რო იქნება ვის რაში ჭირდება შენი გახდა მაინტერესებს რა წადი რას ღმერთო მაპატიე რა სარკეში ჩაიხედე რა უბედურებაა ესა რა რო გამოყავს ეს პოლიციელები ვით ქალების უნახავება და ისა რა ბოდიში რა აი რატო ხარ ქართველი ქალის იმიჯი ისე შელახეს უკვე რომ მართლა უკვე აღარ შეიძლება რა გახდა რის გახდა ჯერ ეგერთიც ეხა საგამოძიებო მოქმედობის დროს ჩხრეკა რო ტარდება რა თქმა უნდა იქ ცოტა აუზაური იქნება სახლის დალაგებაზე იყო იქ ლაპარაკი ერთმა ისი ამირიე სახლი არ დამილაგეს ესე იგი თურმე რო ჩხრეკა ტარდება მე სახლი უნდა დაალაგო ხინკალი სხვა გამოიძახონ მე და წვადით რო რაღაცა კომფორტის ზონა დაგირღვიეს რა და ვერ გავიგე სამარცხვინოები ხართ რა სარკეში ჩაიხედეთ ვის რაში ჭირდება ჩაცმულებიც და გახtildeებზეც გული აგერევა კაც თქვენზე რა ვის რაში ჭირდებით თქვენ რა თქვენ ქალებად ვერ აღიქვამთ ადამიანი საერთოდ რა თქვენ რო გიყურებთ ადამიანი პახმელიაზე უნდა გამოვიდეს მაგ დროს რა
სირცხვილი აი ბატონო ესეთი მე არ გავიგე ეხლა სექსი არ დაგდონ თქვენც ყოფილხართ საგამო რა გინახიათ ეგეთი რამე რომ ჩხრეკის დროს ვიღაცას ეთქვა რომ გაიხადებო ნუ ეხლა ეს არის აი მამალი ტყუილი რა ყოვლად მამალი და რა ვიცი უმამლესი ტყუილი ბატონო ნიკოლოზ როგორ შეიძლება ეხლა რომ ჩხრეკის დროს სახსო გიჩხრეკავენ რომ ვიღაცამ რომ გითხას უნდა გაიხადო ნუ ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და მე დათათუთაშხიას გამახსენდა ერთ-ერთი სცენა კიკუს რეუნებიან გაიხადეო და კიკუს ფულის გამო მაინც ეუნებიან გაიხადეო და ამ ქალბატონს თუ ამ გოგონას აწეუნებოდე გაიხადეო მართლა არ ვიცი ოღონდ გულწრფელად გეუნები მე არ ვიცი რო რაღაცა აი არ ვიცი ყოვლად წარმოუდგენელია რომ ანუ ხო ხტებით აი არ ვიცი წარმოუდგენელია რა და არა ხალხ პოლიციელი რო წარმოსახონ იმათ რა ჯალად ხო მაგრამ მე ის კიდე მაინტერესებს კარგი დაუშვათ ნუ რა თეორიულად რო დაუშვათ აი როგორ უნდა დაიჯეროს ეხა ინგა გრიგოლია რეუბნებოდა ეს მართლაო და ამის აფიშირებას რო აკეთებდა რა იმიტომაც ხართ ტყუილი ტელევიზია და იმიტომაც ატყუებთ ხალხს და მე აჯერებთ თქვენ თავს აჯერებთ რომ ეს რეალობაა და ესე მოხდა და აი ამ ესე ვთქვათ ჰიპერბოლაში ცხოვრობთ აი ამ რაღაც გადამეტებული ყველაფერში ცხოვრობთ თორე ხო წარმოუდგენელია რომ ვიღაცამ თქვენ პოლიციელმა გითხრათ ეგეთი რაღაცა რომ უნდა გაიხადო აი ხო წარმოგიდგენ ეგეთი რაღაცა არ არსებობს რა ანუ მე მინდა საზოგადოებას უთხრა რომ არავითარ 12 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ერთი ფაქტი არ გამიგია და ერთი მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს რომ პოლიციელი მოდიოდა და გეუბნებოდა ჩხრეკის დროს რომ უნდა გაიხადო. ან რა ეს საგამოძიებო მოქმედებაა, ხო, ნუ აბსურდია ეს ყოველივე რა. და ამას რო კითხო ისეთი გამოცდილი ჟურნალისტი რო პირიქით კი არ ეუბნება რომ რა სისულელეს ამობდა, რა აბსურდებს ლაპარაკობ, არამედ ეუბნება რომ ვაიმე ეს რა მოხდა და როგორ გაკადრეს რომ უნდა გაიხადო. კიდევ ერთხელ ვიძახი რომ კიკუ რო იყოს კიკუ ფულის გამო მაინც ეუბნებოდნენ რომ უნდა გაიხადო, მაგრამ აი თქვენ რის გამო უნდა ეთქვათ პოლიციელებს რომ უნდა გაიხადო, აი რის გამო? აი რატო უნდა გაგეხადა თქვენ? ანუ ამიტომ ესეთი მამალზე მამალი ტყუილი ბატონო ნიკოლოზ რაც ეხლა აი ამ ქალბატონმა გააჟღერა ხო? არ ვიცი არ მოუდგენელა და თან ამ ქალბატონს აქვს ამბიცია რომ რევოლუცია უნდა მოახდინოს კიდე. არ დაგვაუწყდეს რომ ამ ქალბატონს ის ჯგუფი რომელიც აქვს ეს დაიტოვე რომელიც ესე ვთქვათ გადატრიალება უნდა რომ მოაწყო ჩვენს ქვეყანაში და რაღაცა პოლიტიკური ამინდი უნდა რომ შექმნა ჩვენს ქვეყანაში აი ეს ქალბატონი გვეუბნება რომ თურმე პოლიციელი ეუბნება რომ უნდა გაიხადოს ვის რაში სჭირდებით აი რაში სჭირდებით თქვენ რომ რაიმე ფორმით ამ კუთხით ესე ვთქვათ ვიღაცისთვის ინტერესის რაღაც წყარო უნდა იყოთ თქვენ ხო ხტებით რომ აი ამ აბსურდში ცხოვრობთ და სამწუხაროდ ნუ არ ვიცი ალბათ ვიღაცას ჟერას მე რო გიყურებთ რომ ვაიმე უნდა გაგეხადათ და ვაიმე რაღაცა უნდა თქვენი ეს სხეული უნდა წარმოგეჩინათ თუ რა ანუ რა არის თქვენი мотиваცია ხო აი რას დაემსგავსეთ ხო ხტებით აი ამ ტყუილებმა რას დაგამსგავსათ და თქვენი დამკვეთები თქვენი პატრონები რომლებიც ამხელა ფულს დებენ თქვენში რას დაგამსგავსათ აი ამ თქვენმა პატრონებმა ხო ხტებით არა თქვენი რო ვიყო არც საზოგადოებაში გამოჩნდებოდი და არც არანაირ პოლიტიკაში ამბიცია არ მექნებოდა თორე ესეთი ტყუილებით მოსვლა როგორ შეიძლება რომ ესეთი ტყუილებით გინოდე რომ პოლიტიკაში მოდიოდე რომ აი ყველაფერს კადრულობდე რა და სამწუხაროდ ის არის რომ ეს ტელევიზიებიც ისე გადაჭარბებით ცდილობენ ამის წარმოჩინებას რა რომ თითქოს რაღაცა მოხდა რომ აი რაღაცა ქვეყანა დაინგრა და რეალურად დარწმუნებული ვარ რომ ერთი დეცი სიმართლე არ არის თქვენ სიტყვებში და სირცხვილია რომ ხალხს ესე თვალში ნაცარს აყრით რა ეხა როდესაც საუბრობთ ისეთ ქმედებაზე რომელიც ამორალურია და პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა გააქვთ ხო რაღაცა რეალური მაინც თქვის რომ რაღაცა ცოტა მაინც შეესაბამებოდეს სიმართლეს და ესეთი ამორალურობა საიდან მოგდით თავში რომ თქვენ პოლიციელი გეუბნებათ რომ უნდა გაიხადოთო ხო წარმოუდგენელია რა ინტერესი თუ უნდა გქონდეს პოლიციელს რომ თქვენ გაგხადოთ ხო აბსურდია რა ეს ყოველივე ამიტომ ცოტა გონს მოდით
დებილები და აქ რაღაცა ის საზოგადოება არა ვართ, რომ ჩვენ ესე მოგვატყუოთ და დაგვაჯეროთ ისეთი აბსურდები, რა აბსურდებიც ვცდილობთ, რომ საზოგადოებას დააჯეროთ და აჭამოთ ის ტყუილები, რა ტყუილებშიც ვცდილობთ, რომ ის საზოგადოება ჩართოთ, აი ამ ხნის განმავლობაში უკვე 71 დღეა ვითომ და რაღაცა საზოგადოებას ამცნობთ, რომ რუსთაველი გადაკეტილია და ერთი ამბავი ხდება და რეალურად 100 კაცი თუა თუ 200 კაცი თუა იქ შეკრებილი, ხო? ამ მით უმეტეს აი ამ ბოლო ხანებში. ამიტომ ნუ ატყუებთ საზოგადოებას. აი არ მინდოდა მეჩვენები და ეს კადრი, მაგრამ ბოდიში ვის გაქვს თვითონ იხდით შუა რუსთაველზე, კაცო? აგერ განახებთ კაცს. ქართველი ქალი თუ აქამდე მივიდოდა მე ვერ წარმომედგინ. შუა რუსთაველზე ბოდიში და სტრიპტიზ ცეკვავთ რა. რა თქინა გახდა გახთილები არ დადიხარ. ბოდიში და აი მე ხარ სხვადასხვა ქალაქებში ვარ ნამყოფი რუსეთში. აი როცა სახავენ იმას რომ რუსეთია გაყვნელები და ერთი პიდარასტი კირკოროვით რო გონიათ რუსეთი და იმით წარმოგვიდგენ. არსად ამდენი გახთილი, ჩახთილი ხალი მე პუჩაში არ მინახია რა. იქაც კი არის რაღაცა გადაგვარებული რაღაც საზოგადოების ნაწილი, მაგრამ აქ რუსთაველზე რო გაივლი ჯოჯოხეთში გოგონება მოხდი რა. იმიტომ რომ აი ხა ვის გახთაზე, რა გახთაზე, ნახეთ ერთი რა, როგორი ესე იგი რა დღეში ხარ და რა როგორი იქცევი თქვენ. და მე კიდე აი მე ერთი რამე მინდა თქვა, როდესაც ქალებზე არის საუბარი განსაკუთრებით ყველაზე უფრო იცით რა არის, შეიძლება ზოგჯერ არ იგინებოდეს ხალი, ზოგჯერ შეიძლება აი თქვა ბილსიტყვაობით არ იყოს დაკავებული, მაგრამ ზოგი ისეთ რაღაცა სიტყვის აი შოქში ჩავარდები. აი იმ დღეს სოციალურ ქსელში ვირუსივით გავცილ და ეს ვიდეო და შემოგთავაზებთ. ხოც მამაკაცებს მოგმართათ. ჩვენ მაინც შევალთ ევროპაში. მაინც გაგათხოვებთ და თქვენს ქორწილში სულ საცერით უნდა ვზიდო წყალი. შვილო, ჯერ შენ გათხოვდი, იქნება დააყენო საშველი, მე ვინ მოგიყვას, მაგრამ და აი ამას რო ხალი იტყვის, რომ კაცები უნდა გავათხოვო რა. აი პირიდან როგორც აი მაგალითად როგორც ჩაფურთხება მზარავს, აი სიტყვას რო იტყვიან ხოლმე რა, ვეუნები გაჩერდი გეხოცები აღარ თქვა და ესა. ხალი გამოდის, არ ვიცი, გამოდის და წერს თან ამ ვიდეოს და აი შენ როგორ გათხოვდები აი ესეთი ენის და ესეთი აზროვნების პატრონი. მარტო ეხლა რო შეხედავ, ეხლა არ არის, ეხლა უშნო ხალი და ვერ ვიტყვი რომ ეს ეხლა ის არის რაღაცა იმ ნენსი ვოლანდის რაღაც არ იყოს, ეხლა ამაზე ვერ იტყვი რომ ცუდი გარეგნობა. აი ეხლა ნენსი ვოლანდი წერა რო თქვი, ისე გამოიყურება ამას ხო, ეგეც არ არის გამორიცხული მაკიაჟი აქვს მილიონი გაკეთებული, ვეღარ გაირკვევ, ისე რა უბედურება ამ ხალებს ვიდა მივმართო. ამ მაკიაჟებს რო იკეთებ ისეთ რაღაცა ფილერს თუ რაღაცას ეძახი. რა მაინც ხო გნახავთ ადამიანი რა გადახედავ შეხვალ ამ იმაში Facebook-ზე თუ რაღაცა ვაიმე გეგონება გაგიჟდები და მე შეხვდები ქუჩაში და შეიძლება ბოდიში და იქ რაღაცა საშინელება დაგემართოს გაოგნებისგან. ხო და გამოდიხარ შეკაი ხალო. აი ვინ მოგიყვას ეგეთი აზროვნებისა? მარტო სილამაზის გამო არ მოყავთ ცოლი, მოყავთ აზროვნების გამო, თორე ეხა მასე სილამაზი მაშინ ბოზებს მოიყვანდნენ ხალხი ცოლებად, იმიტომ რომ სექსუალურადაც აკმაყოფილებდნენ შეიძლება და გარეგნობითაც, მაგრამ ეხა მე არ ვიცი თქვენ ბოზური აზროვნებაცა ხალი რო იმაზე გაგითხოვდეს კაცები ვიწყავს სახში თუ გინდა რა. ხო, ხალი რო ინათ. აი ხალი რო იტყვის იმა, აი მე გისურვებ შენ რომ ვიწყავს მამაკაცები სახში ყველა გაათხოვე შენ რა. ხო გააქვს ეს რაღაცა იდეა ფიქსად. აი ვიწყავს სახში კაცი ყველა გათხოვებული მენახოს რა. იდიოტო შენა მარტა. აი ეს რო ჩააწერი და ვიღაცა გონე ტიპშობს ეხლა და გონე მაგარი რაღაცა თქვა. ამ საწოდაო მამან რა. ხო და ამიტომ არის რომ აი ესეთი საზოგადოება რო არის თავშეყრილი ამ რუსთაველზე და ზოგი გათხოვებისკენ რომ მოგვიწოდებს, ზოგი იქ რაღაცა ბილწობისკენ რომ მოგვიწოდებს, ხო? სწორედაც რომ ჩვენ ქართველი ადამიანები სწორედაც უმრავლესობა რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს რომ არ ავყევით აი ამ სპეკულაციებს აი ამ მარაზმს რაც ხდებოდა ამ ბოლო ხნის განმავლობაში რუსთაველზე და ძალიან კარგია რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ ვინ არის მართლაც და ჩვენ ქვეყნის მტერი და ვინ არის ჩვენ ქვეყნის მოყვარე. იქ რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი იყო კიდე რომლებიც ბრმაიარაღად იქნა გამოყენებული და შეცდომაში იქნა შეყვანილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დრო რო გავა ეს ადამიანების გაიაზრებენ რომ
ამ ადამიანების გვერდში არ უნდა მდგარიყვნენ და მე იმეც გამოთქვა რომ ის საზოგადოება იმ საზოგადოების დიდი ნაწილი რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს მასმედიის მეშვეობით შეცდომაში იყვნენ შეყვანილები ეს ადამიანები გაიაზრებენ რომ ესეც საზოგადოებას არ უნდა აი ხა მე გარდა იმისა რომ ეს საზოგადოება აი ერთი არის ვიღაცა ზუგდიდშია ქალბატონი მიდის ესე იგი ადმინისტრაციის შენობასთან იცის რომ არ შეიძლება ნიღბით მისვლა მივა დააჯარიმებენ მივა დააჯარი ერთი 26000 ლარი აქვს უკვე ჯარიმა დაწერილი ალბათ სახლი დარჩება გაზაყინი ბოლოს აი რა მანიაკი უნდა იყო ადამიანი ხა ეს ნიღბების ტარება იმიტომ არ შეიძლება რომ ნიღბიანებმა რო ცემეს გახსოვთ ხო ის ადამიანი და პოლიცია მიიღო შესაბამის კანონი რომ მე კიდე პოლიციას არ დაბრალდეს ვიღაცა გალახეს დააბრალეს პოლიციელები და სწორიც არის ხა რა რომელიც ციმბირია საქართველოში რომელი -50 გრადუსი ყინვარო ეხა ნიღბიანი იმით იარო და ესე იგი ვინახართ სად დაიბადე მივა პროცესზე ამ ბიძინა ივანიშვილის რა ავანტყოფები ხარ ჩვენ რო ავანტყოფები ნორმალური ხარ ან იმას რა გაათხოვებს მაინტერესებს იმ ხალხს ეხლა ხო აი ესე რო იქცევა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეხლა სულელი ყველა სოფელს შეიძლება ერთი სულელი ყავდეს ერთ სოფელს სოფელში 10 გიჟი და სულელი და ქალაქში 50 და 100 უკვე ზედმეტია ეხლა ყველაფერს სიკეთესთან მანიაკებიც როგორ არიან ესე იგი როგორი ესე იგი აი არიან დაგეშილი ადამიანის მკვლელობაზე რომ ცოცხალ ადამიანს წვავენ კოცონზე აგერ ნახეთ ეხლა ნუ ცოცხალი ადამიანის ფიტულს მე ვამბობ ცოცხალი ადამიანების საშუალება რო ქონდეთ იმასაც იზამდნენ ნახეთ ეხლა ესეც ზუგდიდის ადმინისტრაციასთან არის იქ ნუ სამხარ სამეგრელოს რაღაც ფანტაზიის მე არ ვიცი რა ერთი რა მაინტერესებს აი ზუგდიდში აი ამ ხალხს მინდა მივმართო აბა ერთი გაგებედათ ეგ სააკაშვილის დროს იქ მეგის ქარდავა და ახალაიები რო იყვნენ და სააკაშვილის ფიტული დაგეწვათ ეგრე ხო საბუდამოდ ესე იგი მთელი ნათესაობიან და გასახლებული იქნებოდით მანდა ხო? აბა გაგებედათ ეგეთი რაღაცა რომ ფიტულები დაგეწვათ ეგრე. ვინ გაბედავდა ბატონო? და გაგებედათ ეგეთი რაღაცეები კიდე რომ აი ეგეთი პოლიციელებზე გეგინებინათ, პოლიციელებზე გეფურთხებინათ, თან ესე იგი რა ქვია ორკესტრირებულად რა იმ დღეს რო გადაკეტეს ისა და პოლიციას რა დედის ისა და მთელი აი ავატყუფები არიან რა. ჩურჩურსაც ვერ ბედავდნენ ხოლმე თქვენ კარგად მოგეხსენებათ თან მით უმეტეს სამეგრელოში ძალიან ისეთი მდგომარეობა იყო ხოლმე რომ არათუ პროტესტი არამედ სამზარეულოშიც კი ჩურჩურსაც კი ვერ ბედავდნენ კრიტიკულს ამიტომ ეს წარმოუდგენელია მაგრამ ნუ სამწუხაროა რომ საზოგადოებას მალე აღდება ის წარსული რა წარსულიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ცდილობს რომ ეს თქვათ არ დააფასოს აწყმო ეს ძალიან ცუდია ეს ყოველივე და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა დავაფასოთ ამ აწყო ჩვენ დღევანდელი რეალობა რაც გვაქვს ჩვენ გვაქვს დღეს სიტყვის თავისუფლება ჩვენ შეგვიძლია რომ ვიამაყოთ იმით რომ ვართ შემდგარი ქვეყანა ვართ სუვერენული ქვეყანა და ისე როგორც არასდროს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის აქედან გამომდინარე არ შეიძლება მართლაც და ის უზნეობები რაც ახლა ჩვენ ტელევიზიის მეშვეობით ვიხილეთ ხო რომ ამ ყოველივეზე თავი დავხაროთ და ესე ვთქვათ გავატაროთ არ უნდა გავატაროთ და აუცილებელი არის რომ ამ ყოველივეზე კრიტიკულად უნდა მივუდგეთ ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ აი ხა ეს მაგალითად ეგრეთ წოდებული პერფორმანსი რომელიც იყო წარმოდგენილი თქვენ წარმოგიდგენიათ მართლაც და ანუ ფიტულს წვავენ და ამათ რო შესაძლებლობა მიეცეთ ესენი ნამდვილ ადამიანებსაც დაწვავენ ანუ ის დრო რაც იყო წინა წლებში წინა ხელისუფლების დროს გულისხმობ ხო იგივეს გააკეთებენ იმიტომ რომ მათი მიზანი, მათი ამოცანა ეს არის, რომ რევანშისტური მიდგომები რომ მე თუ მოვედი ხელისუფლებაში გაგანადგურებ და დარწმუნებული ვარ ამასაც იზავენ. თუ მათ მიეცემათ ოდნავი შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ რომ ისინი ქართულ ხალხს გაანადგურებენ. ამიტომ ბატონ ნიკოლოზ არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა ამ რევანშისტულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და ვერც მიეცემა. სანამ საქართველოში არ გამოჩნდება მართლაც ისეთი ოპოზიცია რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იქნებიან ეროვნულ პატრიოტიზმზე დაფუძნებული ოპოზიცია სხვა ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში
ეგრეთ წოდებული ვაი პატრიოტიზმი, რომლებიც უკვე ხელისუფლებაში იყვნენ და ერთ წრეზე გვატრიალებენ, ესეთი ადამიანების პოლიტიკაში გასახანი არ უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რაც იქნება გეთანხმებით. გეთანხმებით, დიდი მადლობა ბატონო ლექსო, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და მე მინდა რომ ამით ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს, ჩვენთვის განკვეთილი დრო ამოიწურა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ დაგემშვიდობებით ღირსშეჯამება ორშაბათამდე, თუმცა კვირას ჩვენ ტრადიციულად თქვენ კარგად იცით, კვირას არის საკვირაო გადაცემა, რომელიც გადის რუსულ ენაზე და ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება, კვირას შევხვდებით ერთმანეთს უკვე აი ამ გადაცემაში. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.